მოგესალმებით, კავკასიური სახლი სხვა ბევრ მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებთან ერთად, რომელიც ეხება უშუალოდ კავკასიის რეგიონს, კავკასიურ კულტურას, ისტორიას და ასე შემდეგ გვთავაზობს, ერთადერთი ორგანიზაცია არის, რომელიც ამის გარშემო აკეთებს ძალიან მნიშვნელოვან აქტიურობებს და აქტივობებს. ამ სივრცეში ბევრი ისეთი წარდგენა ყოფილა, ბევრი მრავალი მნიშვნელოვანი წიგნი გამოცემულა, რომელმაც ახალგაზრდების ყურადღება 90-იანი წლებიდან მიიპყრო. ამ სივრცეში ბევრი გაიზარდა, ბევრი როგორც მეცნიერი ისე ჩამოყალიბდა და კავკასიური სახლი დღესაც ძალიან მნიშვნელოვანი კულტურის კერა არის, მოდი ესე ვთქვათ. რატომ შევიკრიბეთ დღეს? ძალიან მნიშვნელოვანი ტექსტი ითარგმნა ნიკო მაკიაველის ომის ხელოვნების შესახებ, თარგმნელი გახლავთ ბატონი ირაკლი ჯავახიშვილი. ტექსტი რა თქმა უნდა ითარგმნა დედნიდან, ესეც გასათვალისწინებელი არის და კავკასიური სახლი როგორც სხვა ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებას თუ თარგმანს წარადგენს ყურადღებას აქცევს და მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის თვითონ თემატიკაც. იმიტომ რომ კავკასიის რეგიონი ფაქტობრივად ისევე როგორც ბევრი სხვა რეგიონის, რა თქმა უნდა, მაგრამ კავკასიაში და კავკასიის რეგიონისთვის ომი როგორც მოვლენა და ისტორიული და კულტურული განვითარების გზა არის ფაქტობრივად წინამძღვარი კავკასიის ისტორიის ჩამოყალიბების და კულტურის. ომის გარეშე არ არსებობს არანაირი ისტორია და კულტურული განვითარება და ეს ტექსტი სიმბოლურიც არის, რომ კავკასიურ სახლში დღეს წარდგება. ნიკო მაკიაველის ომის ხელოვნების შესახებ. ბატონი ირაკლი ჯავახიშვილი გახლავთ ვებსტერის უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე მონოგრაფიის ავტორი, ინგლისურენოვანი, რომლის შესახებაც სამომავლოდ გვექნება აუცილებლად საუბარი. დღეს კი შემოვიფარგლებით აი ამ ძალიან მნიშვნელოვანი ტექსტის პრეზენტაციით, რომელიც გამოსცა გამოცემლობა მემორიამ და ეს არის ფილოსოფიური სერიის მორიგი ტომი. პირველ ტომში ჩვენ გამოვეცით მე ჩემი რედაქტირებით და ასევე ბატონი ირაკლის თარგმანი თომა აქვინელის და კარლ შმიტის ტექსტები, სამომავლოდ ამაზედაც გვექნება საუბარი. უბრალოდ ეს არის ეგრეთ წოდებული ცხელი ვერსია და აი ამ ზაფხულში უღრმესი მადლობა პირველ რიგში რომ მობრძანდით, ზოგი რეგიონიდან ჩამოვიდა სპეციალურად, ამისთვის ზოგი გარეუბნებიდან გამოვიდა ამ სიცხეში და ძალიან კარგი არის რომ შევიკრიბეთ დღეს აი ამ ძალიან საინტერესო ტექსტის პრეზენტაციის მოსასმენად. ბატონო ირაკლი, გთხოვთ. დიდი მადლობა, ბატონო დანიელ. დიდი მადლობა მოწვევისთვის კავკასიურ სახლს, დანიელს, რა თქმა უნდა, ეს მისი იდეა და ინიციატივა იყო და ასევე რა თქმა უნდა თითოეულ თქვენგანს მობრძანებისთვის. დღეს ჩვენ ვაპირებთ ამ მნიშვნელოვანი ტრაქტატის განხილვას, რომელიც ითარგმნა იტალიური ენიდან. სხვათა შორის ეს არის ტრაქტატი, რომელსაც თვითონ ავტორი ნიკოლო მაკიაველი თვლიდა თავის საუკეთესო ნაშრომად. თუმცა ჩემი პირადი აზრია, რომ მისი საუკეთესო ნაშრომი არის მსჯელობანი ტიტუს ლივიუსის პირველი 10 წიგნეულის შესახებ. მაგრამ ზოგადად თუ გვინდა, საერთოდ მაგალითად ჟან-ჟაკ რუსო ამბობდა, რომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ არ ვიყოთ მაკიაველის ზერელე მკითხველები და მე ვფიქრობ, რომ დღეს ალბათ ზოგადადაც და განსაკუთრებით საქართველოშიც მაინც ძალიან ბევრი ზერელე მკითხველი, იმიტომ ხშირ შემთხვევაში ჩვენ ქვეყანაში და ბევრ სხვა საზოგადოებაშიც და სამეცნიერო წრეშიც მაკიაველის პოლიტიკური ფილოსოფია ესმით მხოლოდ და მხოლოდ მის ერთადერთი ნაშრომის მთავრის საფუძველზე, მაგრამ ეს არ არის სწორი. თვითონ მაკიაველის გაგება ბუნებრივია წარმოუდგენელია რენესანსის ეპოქის გარეშე, ვინაიდან მაკიაველი არის რენესანსის ეპოქის პირმშო და რასაკვირველი იმ პოლიტიკური კონტექსტის გარეშე, რომელშიც მას უწევდა ცხოვრება.
ბევრი სფერო, მათ შორის თვალსაზრისები და მოსაზრებები მაკიაველთან დაკავშირებით არის სუბიექტური და მიკერძოებული, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება მის შეხედულებებს და პოზიციებს ეკლესიასთან და რელიგიასთან დაკავშირებით. როგორც წესი, ხშირად ხდება მისი როგორც პიროვნების, განსაკუთრებით იდეების დემონიზება, რომ ის ებრძოდა ეკლესიას, რომ ის ებრძოდა ქრისტიანობას და ასე შემდეგ, რაც ჩემი აზრით არ არის სწორი აბსოლუტურად. ეს თავის დროზე თვითონ ალბათ კათოლიკური ეკლესიის და პაპობის დამკვიდრებულია. ვინაიდან პირველ რიგში იმისთვის რომ გავიგოთ მაკიაველის აზროვნება და ნებისმიერ როდესაც მე სტუდენტებს ვასწავლი პოლიტიკურ თეორიას, ფილოსოფიას ვებსტერის უნივერსიტეტში, პირველი რასაც ვეუბნები არის ის, რომ ნებისმიერი თეორია, ტრაქტატი, იდეა არის ნაყოფი და პირმშო იმ ეპოქისა და იმ საზოგადოებისა, რომელშიც მისი ავტორი, მისი დამწერი ცხოვრობს. ანუ გარკვეულწილად ის სუბიექტურია, ბუნებრივია და ესეც ამ პოზიციიდან უნდა დავინახოთ. ხო, იგივე მთავარი, ჩვენ ვიცით, რომ მთავარი რატო არის დაწერილი ვის მიმართ იყო მიძღვნილი, ხო, ლორენცო დე მედიჩის მიმართ, იმიტომ რომ მაკიაველი ცდილობდა იმ პროცესების შემდეგ დაბრუნებოდა პოლიტიკურ ცხოვრებას, ბუნებრივია. ჩვენ არ გვაქვს საკმარისი დრო იმისთვის, რომ განვიხილოთ მისი პოლიტიკური კარიერა. მაგრამ მე ვთვლი, რომ მისი სამი ძირითადი პოლიტიკური ხასიათის, პოლიტიკური ფილოსოფიის ნაშრომი ეს არის მთავარი, ეს არის ომის ხელოვნების შესახებ, რომელიც ამავე დროს პოლიტიკურია. ჩემი აზრით და მსჯელობანი ტიტუს ლივიუსის პირველი 10 წიგნეულის შესახებ, ეს სამი წიგნი, სამი ტრაქტატი უნდა განვიხილოთ ერთად. მიუხედავად იმისა, რომ დაუშვათ ძირითადი მიმართულებები მათი მაინც განსხვავებულია, ხო? მთავარი ორიენტირებულია ძირითად ტირანიაზე, მსჯელობანი ეს არის ფაქტობრივად თანამედროვე რესპუბლიკანიზმის ფუძემდებლური ნაშრომი, რაც შეეხება ამ ტრაქტატს ომის ხელოვნების შესახებ, ჩვენ ასე ვთარგმნეთ, იმიტომ არსებობს თარგმანის სხვა ვერსია, უბრალოდ ომის ხელოვნება, მაგრამ აქ ორიგინალიც გვაქვს მითითებული დელარტე დელა გუერა, ესე იგი მაკიაველი მიყვება ლათინურ სათაურის და სიტყვების ლათინურ წესწყობილებას და ზოგადად თვითონ ორიგინალს ვინც იცის იტალიური და გადახედავს ამ ორიგინალს მაკიაველის ნაშრომებისა, ეს არის ეპოქა 16 საუკუნის პირველი ნახევარი, როდესაც ეს ძირითადი დიდი დასავლეთ ევროპული ენები ჯერ კიდევ ჩამოყალიბების გზაზე არიან, მათ შორის იტალიურიანაც, მაგრამ თვითონ წყობა წინადადებების არის ლათინური. ბევრი სიტყვა დაბოლოება არის ლათინური, ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ის ტოსკანური დიალექტი, რომლითაც თვითონ მაკიაველი სარგებლობდა, ბუნებრივია ის ფლორენციიდან იყო, ამიტომ ეს კიდევ უფრო ართულებდა ტექსტის თარგმნას და გადმოტანას, გადმოქართულებას. საერთოდ მე ვფიქრობ ზოგადად, რომ მაკიაველი და მისი ნაშრომები განეკუთვნება იმ ჟანრს, ჩემი აზრით, რომლის გამარტივება არ შეიძლება და თავისუფალი თარგმანი არ შეიძლება, მაქსიმალურად ზედმიწევნით ზუსტად უნდა ვთარგმნოთ. იმისთვის, რომ დაცული იყოს ის იმ პერიოდის სტილი, ვინაიდან მაკიაველი არ არის უბრალოდ რაღაც რიგითი მოაზროვნე, ის ითვლება სავსებით სამართლიანად თანამედროვე პოლიტიკური მეცნიერების მამად, იმიტომ რომ პირველი იყო ის ისტორიაში, რომელმაც ასე ვთქვათ, ყველაფერს თავის სახელი დაარქვა პოლიტიკაში. ხომ ის ერთმანეთისგან მიჯნავდა პოლიტიკას და მორალს, მაგრამ ის არ უარყოფდა პიროვნულ მორალს. ხშირად ამას შეცდომას უშვებენ ხოლმე, ხო? და ხშირად დაუშვათ რაღაც ფრაზებს ამოგლეჯილად ამბობენ, რომ ის ამბობდა თითქოს, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას. ეს კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი. ის ამბობს, მიზანი ამართლებს საშუალებას, როდესაც საქმე ეხება სახელმწიფო ინტერესს და არა ზოგადად პიროვნულ ცხოვრებაში, ინდივიდის ცხოვრებაში. იმიტომ ის დასძენს, რომ მაგალითად ყოველთვის უკეთესია დარჩეთ სამოქალაქო პირი, ინდივიდი, ვიდრე იყოთ მმართველი. იმიტომ რომ თუ ხართ მმართველი და თუ გინდა რომ იყოს წარმატებული, ეფექტური, არ უნდა იყოს კარგი. ვინაიდან ზოგადად ადამიანები არ არიან კარგები, მისი რწმენით, ადამიანის ბუნება. ანუ ეს არის საფუძველი მთელი მისი ფილოსოფიისა, პოლიტიკური ფილოსოფიისა და ზოგადად პოლიტიკური რეალიზმის მიმდინარეობისა, რომ ადამიანი დაბადებით არის ბოროტი, დაბადებიდანვე. მისი ბუნება, ადამიანის ბუნება არის ბოროტი და არასდროს არ იცვლება. სხვათა შორის რეალისტი მოაზროვნეები ამ თვალსაზრისით განსხვავებულად ფიქრობენ, იგივე მაგალითად თომას ჰობსი,
მსგავსად ფიქრობდა, თუმცა ამ ბოროტებას ის რაციონალისტს ეძებდა, მაგრამ მაგალითად, უბრალოდ პატარა გადახვევა რო გავაკეთოთ, ჰობსი ამბობდა, რომ ადამიანი იძულებულია რომ იყოს ბოროტი, ანუ რაციონალურად იმოქმედოს, იმიტომ გარემო უფიძგებს. ხოლო მაკიაველი ამბობს, რომ ის ბუნებით არის ბოროტი. შესაბამისად, თუ კი ადამიანი ბოროტია, მისი ბუნება თანდაყოლილი ასე იყო, ასე არის და ასე იქნება, სახელმწიფოები იმართებიან ადამიანების მიერ, შესაბამისად, სახელმწიფოებიც ანალოგიურად მოქმედებენ. და შედეგად ვიღებთ იმას, რასაც ვიღებთ ნებისმიერ ეპოქაში საერთაშორისო ურთიერთობებში, საერთაშორისო სისტემაში დღევანდელის ჩათვლით. ხო? მეორე მხრივ ჩვენ გვაქვს ესე იგი მაკიაველი არის რეალიზმის, რეალისტური თეორიის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი. ვიტყოდი, მეორე მხრივ ჩვენ გვაქვს ლიბერალური ტრადიცია, ხო? მე ვამბობ წმინდა საერთაშორისო ურთიერთობებში და პოლიტიკაში და არა დაუშვათ სხვა თვალსაზრისით. ლიბერალიზმი ამბობს მაგალითად რომ ადამიანი არის კეთილი არსება, თანამშრომლობისკენ, მშვიდობისკენ მიდრეკილი, ხო? მე ამას საერთოდ მე რეალიზმის მიმდევარი ვარ და ხშირად მეუბნებიან ხოლმე სტუდენტები, რატომ გიყვართ პოლიტიკური რეალიზმი? არ მიყვარს, უბრალოდ მე ვთვლი, რომ ეს არის ერთადერთი, რაც მუშაობს. ადამიანების შორის ურთიერთობაში და სახელმწიფოების შორის ურთიერთობაში, რაც მუშაობდა ამ სამყაროს შექმნის პირველი დღიდან, სამწუხაროდ ცხადია. ლიბერალები გვარწმუნებენ, რომ მაგალითად ადამიანი კეთილია, მიდრეკილია თანამშრომლობისკენ, დაუშვათ განვითარებისკენ, რაღაც უსაფრთხოებისკენ, მაგრამ მე ამას ყოველთვის უპირისპირებ ემპირიციზმს. მაშინ გადავხედოთ ისტორიაში, მთელი ისტორია რა არის, საკაცობრიო ისტორია, როგორც დანიელმა თქვა, ეს ომი, მარტო ჩვენი რეგიონის, ყველა რეგიონისთვის, ომი და კონფლიქტია, მეტი არაფერია. ისტორია რეალურად, საკაცობრიო ისტორია ჩვენ და საუბედუროდ. ომი, კონფლიქტები, წართმევა, დაჩაგვრა თუ ამის შესაძლებლობა არის, ცხადია, როდესაც ამის შესაძლებლობა. და მაკიაველი არის პირველი, ვინც თქვა, რომ აი ეს რეალურად ეს არის და ამიტომ დაიწყო მისი დემონიზება. ხო, მან უარყო ის ანტიკური და შუა საუკუნეობრივი ფილოსოფიური მიმართულება, რომ პოლიტიკა და მორალი ერთია, რომ ქრისტიანო რეალურად რომ ეს მთავრები ქრისტიანი მთავრები უნდა იყვნენ მორალური ინდივიდები, არასდროს არ ყოფილან, ხო და ვერც იქნებიან. ეს არის რეალობა. მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც არის მისაბაძი მაგალითი, ეს არის რომის არა იმპერია, არამედ რესპუბლიკა. მათ შორის ომის ხელოვნების თვალსაზრისით და ზოგადადაც პოლიტიკური პერსპექტივით. ეხლა რაც შეეხება ხელოვნებას, კონტექსტს რო კითხულობთ ორიგინალში, ეს არის არტე, მაგრამ აღებული აქვს ლათინური ტერმინიდან, კონცეფციიდან ars ან artis, რომელსაც ბევრად ფართო მნიშვნელობა აქვს, მაგრამ კონტექსტს თუ გაყვებით, რეალურად უფრო სწორი იქნებოდა ამის თარგმნა როგორც ხელობა და არა ხელოვნება. ომის ხელობა, ანუ ის საუბრობს ომზე როგორც ხელობაზე, მაგრამ ამავე დროს ის ამით იცით რას შვება და შემდეგ ამას კლაუზევიციც იმეორებს 19 საუკუნეში, როდესაც მაკიაველს განიხილავს, ხო? კლაუზევიცი იყო უდიდესი სამხედრო თეორეტიკოსი. ის ამით მაკიაველს იმის თქმა უნდოდა, რომ ომი დაკნინებულია, ის ხელოვნება არ არის. სინამდვილეში ხელობათ იქცა ბევრი ადამიანისთვის. ანუ უხეშად რო ვთქვათ, პურის შოვნის საშუალება და უკეთეს შემთხვევაში გამდიდრების საშუალებად იქცა, რაც არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იტალიის დაშლის, აი ფრაგმენტაციის, რაც არსებობდა იმ პერიოდში. ხო, ჩვენ ვიცით, რომ ფაქტობრივად 1860-იან წლებამდე ერთიანი იტალია არ არსებობს. ნუ რომის იმპერია ეს სხვა რაღაცა იყო აბსოლუტურად. მას მე ვიტყოდი, რომ თანამედროვე იტალიურ სახელმწიფოსთან იმისი დიდება აქვს და უშუალოდ მორჩენილი, რა თქმა უნდა, როდესაც ჩახვალთ იტალიაში, მაგრამ სულ სხვა სახელმწიფო იყო. მაკიაველი პირველ რიგში არის უდიდესი იტალიელი პატრიოტი. სწორედ ეს აწუხებს მას თელის ცხოვრება და ამას ვხედავთ ნაწერებში, ის ფაქტიურად, ასე ვთქვათ, როგორ მოსთქვამს, რომ რა ეშველება ჩემს საცოდავ იტალიას, ხო, ძალიან საინტერესოა და ერთ-ერთი მიზეზი თუ ერთ-ერთი და მთავარი მიზეზი, რატომაც ის ყოველთვის აკრიტიკებდა ეკლესიას და პაპობას, იყო, რომ ის ამბობდა, რომ პაპობა არის მთავარი დამაბრკოლებელი იტალიის გაერთიანების. ერთ-ერთი მთავარი, რა თქმა უნდა. იქ ამ სახელმწიფოების, იმიტომ ყოველთვის ისტორიას თუ შევხედავთ, როდესაც ამ ხუთი ძირითადი სახელმწიფოდან, ხო, იქ მილანის საჰერცოგო, ფლორენცია, ნეაპოლი,
და ასე შემდეგ და ბევრი პატარა სახელმწიფოებიც იყვნენ, რომელიმე მათგანი იმდენად გაძლიერდებოდა, რომ შეიძლება მას დაეწყო იტალიის გაერთიანება, დომინანტობა, ამ დროს რა იყო პაპობის პოლიტიკა. როგორც წესი, ის მოუწოდებდა საფრანგეთის მეფეს, რომ შემოჭრილიყო ნახევარკუნძულზე და შესაბამისად რომელიმე გაძლიერებული იტალიელი მმართველი დაესუსტებინა. ეს მოხდა ასევე 1494 წელს, როდესაც იწყება ეს ცნობილი იტალიური ომები. იმ დროს საინტერესოა, რომ ჩვენ ესეთი ცნება დამკვიდრებული იტალიელი არ არსებობდა, ხო? არ არსებობდა ესეთი. ეს სხვადასხვა სახელმწიფოები, მათი წარმომადგენლები ყველანი საუბრობდნენ ფლორენციელები ჩათვლით იტალიურად, მაგრამ ისინი არ თვლიდნენ თავს იტალიელებად. მაგრამ საინტერესოა ისე ჩვენთან მაგალითად, როდესაც წყაროებს ვეცნობით მისიონერები რომ მოდიან და ჩვენ აღთქმაში ისტორიულად იყვნენ იტალიელები. არ ეძახდნენ დაუშვათ ის ფლორენციელია, ის კი ჰქონდათ ამათ დაბოლოება, მაგრამ იოანე ფლორენციელი ასე შემდეგ, მაგრამ ქართველისთვის ისინი იყვნენ იტალიელები. ეს ძალიან საინტერესოა. მაგრამ თემას რო დაუბრუნდეთ ამ ნაშრომში, მაგრამ განსაკუთრებით მსჯელობაში მაკიაველი არაერთხელ იყენებს ასეთ ფრაზას ჩვენ იტალიელები. მსგავს რამეს ვერსად ვერ შეხვდებით, მათ შორის თუ არ ვცდები, რა წაკითხული მაქვს ვერც გვიჩარდინის იტალიის ისტორიაში, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ასე ვთქვათ ფუნდამენტური ნაშრომია იტალიის რენესანსის ისტორიის და ადრეული ისტორიის შესასწავლად. თუმცა ეს ორი დიდი პიროვნება ერთმანეთს ვერ იტანდნენ. სხვათა შორის გვიჩარდინი აკრიტიკებდა მაკიაველის მოსაზრებებს, იმიტომ რომ გვიჩარდინი პაპებისთვისაც მუშაობდა და ამიტომ შეიძლება მაგის გამო უწევდა. და რატომ იქცა რომის რესპუბლიკა მაგალითად და რომის რესპუბლიკის სამხედრო ხერხები? შესაძლოა იმიტომაც რომ უკეთესი არაფერი შექმნილა. ჩვენ ვიცით რომ ხშირად ეშლებათ ხოლმე კითხულობდნენ, როდესაც მოდიოდნენ ნახულობდნენ სუნძის წიგნი ეგონათ, მაგრამ ბუნებრივია სუნძის ეპოქიდან რენესანსამდე ძალიან ბევრი რამე შეიცვალა, თუმცა მაკიაველი რასაც აცხადებს რომის რესპუბლიკის სამხედრო ხერხები არის მისთვის მისაბაძი. პირველ რიგში იმიტომ რომ მის არა მარტო პოლიტიკურ ლიდერებს, არამედ სამხედრო მეთაურებს ჰქონდათ პირველ რიგში პიროვნული ღირსება, ხო? აი ეს რასაც ჩვენ იტალიურად და ლათინურადაც ვეძახით ვირტუ. ხო, ამის გაგება ანტიკურ პერიოდში და შუა საუკუნეებში ამ ვირტუს გაგება იყო მორალური პერსპექტივიდან. ეს იყო მორალთან, ქრისტიანულ მორალთან შუა საუკუნეებში დაკავშირებული. ხო, მაკიაველი იყენებს ვირტუს ასევე და სხვათა შორის მას სხვადასხვა დატვირთვა აქვს. ჩვენ მაგალითად იგივე მთავარის თარგმანში ბაჩანა ბრეგვაძის 27 სხვადასხვანაირი განმარტება აქვს ვირტუს, მაგრამ ძირითადად ეს შუა საუკუნეებრივი და ანტიკური ტრადიციისგან განსხვავებით არ ნიშნავს მორალურ ვირტუს, არამედ ნიშნავს უნარს, მართველის უნარჩვევებს, რომ ის უნდა იყოს ეფექტური და უნდა იყოს კარგი მართველი. მაგრამ თუ უნდა მართველს იყოს კარგი, ის ვერ იქნება მორალური, ვერ იქნება კეთილი, ვინაიდან მისი რწმენით ზოგადად ადამიანები არ არიან კეთილები. ამიტომ თუ კი ადამიანები, შენი ქვეშევრდომები არ არიან კეთილები და შენ გადაწყვეტ მართველი რომ კეთილი იყო, ამას რა მოყვება დამხობა ძალიან მალე და ამასვე იმეორებს ომის ხელოვნებაში, იმიტომ რომ ანტიკური სამხედრო მეთაურებისგან განსხვავებით მისი თანამედროვე მეთაურები, ხომ, კონეტაბლები და ასე შემდეგ, ისინი არ იყვნენ ღირსეული პიროვნებები, ვინაიდან აქ ყველაზე გავრცელებული სამხედრო პრაქტიკა, ერთ-ერთი მთავარი სისუსტე იტალიის და მიზეზი უпростоრად იტალიის დაშლისა მაკიაველის მიხედვით არის დაქირავებული ლაშქარი, რომელზეც დაწვრილებით საუბრობს მთავარშიც, მაგრამ განსაკუთრებით ომის ხელოვნების შესახებ. დაქირავებული ლაშქარი. რატომ არის ეს პრობლემა დაქირავებული ლაშქარი? იმიტომ ესენი არ არიან მოქალაქეები, ესენი არიან დაქირავებული და იბრძვიან ფულისთვის. ამიტომ ისინი არ არიან ერთგულები. შესაბამისად, მისი თქმით უნდა შეიქმნას ეგრეთ წოდებული სახალხო ლაშქარი, ხო, რასაც ეწოდება მილიცია. სახალხო ლაშქარი, რომელიც არის ნამდვილად, ეს გულისხმობს რეგულარულ ლაშქარს, ეს რომელიც შედგება მოქალაქეებისგან და ეს უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი საყრდენი სახელმწიფოსი,
კანონებთან ერთად ბუნებრივია ის ამბობს მაკიაველი რომ სახელმწიფო სტაბილური, კარგი წარმატებული მართველი და სახელმწიფო უნდა ეყრდნობოდეს კარგ კანონებს და კარგ ლაშქარს. თუ არ არის ძლიერი ლაშქარი, ვერ გექნება კარგი კანონები. იმიტომ ვერ აღასრულებ რეალურად. ანუ ეს არის ორი ძირითადი საფუძველი, მე ვიტყვი, ორი მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც დაახლოებით 1 საუკუნის შემდეგ, ცოტა მეტი, პოვებს, ასე ვთქვათ, ხორცშესხმას საერთაშორისო პოლიტიკაში, ანუ მე ვგულისხმობ 1648 წლიდან, როდესაც ყალიბდება ეგრეთ წოდებული ვესტფალიის სისტემა, ანუ თანამედროვე ცენტრალიზებული ერის სახელმწიფოები და სწორედაც, ხო, ერის სახელმწიფოები ამას ემყარებიან, ხო? კარგი კანონები, კარგი ლაშქარი და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, რაც არის ეკონომიკური მიმართულება, ესე გადასახადების აკრება. მაგრამ კარგი კანონები და ლაშქარი თუ არ გაქვს და ასევე პოლიცია, ესეც იგულისხმება, ბუნებრივია, გადასახადებს ვერ აკრებდა, ცენტრალიზებული სახელმწიფო ვერ გექნება. ამ თვალსაზრისით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაკიაველის პოლიტიკური ფილოსოფია და მისი იდეები არის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი თანამედროვე ერის სახელმწიფოსი. რაც შეეხება, ახლა მთავარში მაგალითად ჩვენ ხედავთ, რომ ის ძირითადად საუბრობს იტალიის მაგალითზე. ფლორენციის ან უკეთეს შემთხვევაში იტალიაზე და ამ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობაზე. ომის ხელოვნებაში და ასევე მსჯელობაში ის უფრო ფართოდ ეხება ურთიერთობებს, მათ შორის სახელმწიფო ურთიერთობებს ევროპის მასშტაბით ბუნებრივია, იმიტომ ჩვენ ვიცით, რომ ფაქტობრივად პირველ მსოფლიო ომამდე საერთაშორისო ურთიერთობებს ჩვენ გვაქვს ევროპოცენტრიზმი, ანუ ევროპაზეა ყველაფერი ორიენტირებული, თუმცა ეს ერთი შეხედვით. იმიტომ რომ თუ გადავხედავთ რეალურად მე-16 საუკუნემდე, ესე იგი დიდ გეოგრაფიულ აღმოჩენებამდე და შემდეგ რაც იყო ამის მომდევნო ასე ვთქვათ შემდგომი ეტაპები, ხო, კოლონიზაცია და ასე შემდეგ. თუ გადავხედავთ აღმოსავლურ ეგრეთ წოდებული მაღალი ცივილიზაციები, ჩინეთი პირველ რიგში გაცილებით განვითარებულია და ბევრი სხვა იმპერია, იქ მოგოლთა იმპერია, რომლის საერთო GDP-ს ასე ვთქვათ მაშინდელი წილი მე-16 საუკუნეში 25%-ია, ისინი ბევრად განვითარებული საზოგადოებებია ვიდრე ევროპა. ევროპა ნელ-ნელა მე-17 საუკუნიდან აქტივ მე-16 მეორე ნახევრიდან და მე-17-დან უსწრებს აღმოსავლურ ცივილიზაციებს და უსწრებს რა თქმა უნდა კოლონიზაციით, ანუ სხვების დაპყრობით და გაძარცვით. ხო, ეს ისტორიას ყველაფერს თავის სახელი უნდა დავარქვათ, იმიტომ რომ ჯერ კიდევ დღეს, ჯერაც კიდევ ძალიან ბევრ უნივერსიტეტში, ამერიკულში, ევროპულში, მათ შორის აზიაშიც ხშირ შემთხვევაში საერთაშორისო ურთიერთობები და პოლიტიკა ისწავლება მხოლოდ და მხოლოდ დასავლური გადმოსახედიდან, თითქო არაფერი არ ყოფილა, არ არის სწორი ბუნებრივია. ნუ რა თქმა უნდა ეს დომინანტი ხდება მე-16 საუკუნიდან და ამ თვალსაზრისით ჩვენ როგორც ვთქვით და აღვნიშნეთ, მაკიაველის იდეები ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეროვნული სახელმწიფოს, ასე ვთქვათ, როგორც საყრდენი, იმიტომ მაგალითად საფრანგეთში თუ შევხედავთ მე-17 საუკუნის პირველ ნახევარში, ხო, ცნობილი მისი ერთ-ერთი უდიდესი, ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი პოლიტიკოსი რიშელია სწორედ პრაქტიკაში ატარებდა მაკიაველის იდეებს, მეც არაფერს. პრაქტიკაში და ჩვენ ვიცით, რომ ამის საფუძველზე ფაქტობრივად საფრანგეთი ხდება დომინანტი სახელმწიფო ამ 30 წლიანი ომის შემდეგ. დანიელ, შენ ხო არაფერს დამატებდი? ხო არ ჩაერთვებოდი? ერთი ბატონი ირაკლის საუბრიდან და ერთი აზრი მიტრიალებს თავში ძალიან საინტერესო ისტორია არის, მე-12 საუკუნე არის. არც იქნება ესეთი კატარების სექტა საფრანგეთში, რომლებიც ქადაგებენ, რომ ადამიანი არის თანასწორი მე-12 საუკუნეში დაუშვათ იტალიაში, ან სანმე სხვაგან ქალთან დაკავშირებით რომ სვავდნენ კითხვას, რომ ქალს საერთოდ აქვს თუ არა სული და ასე ცნობილი ჯადოქრების დევნა და მთელი ეს ბნელი შუა საუკუნეების ასე რომ ვთქვათ, ნაწილს რომ წარმოადგენდა, იქვე მე-12 საუკუნის საფრანგეთში იქნება კატარების სექტა ესეთი დაერქვა, მოძრაობა, რომლებმაც
შეცვალეს შუა საუკუნეობრივი აზროვნება გარკვეული დროით. ანუ ისინი ქადაგებდნენ, რომ ორივე სქესი არის თანასწორუფლებიანი, ორივე სქესს აქვს მაგალითად მუშაობის უფლება, ანუ დღევანდელი გადმოსახედიდან პროტოლიბერალები იყვნენ ესენი. გენდერულ თანასწორობას. გენდერულ თანასწორობასაც, ანუ პირველი იყო მათი ეს. მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ეს არ აწყობდა რომს. და საოცარი ისტორია არის და თუ ვინმე ისტორიაზე, საქართველოს ახლა ისტორია ძალიან უყვარს ყველას. თუ მოიძიებს ამ ისტორიას და დაიცავს ამაზე ნაშრომს, ძალიან კარგი იქნება, რომ პირველად ჯვაროსნები, როდესაც მოდიან პაპის კურთხევით, რომ ეს ბოროტება დაამხონ, იმიტომ რომ იქ ხან მანიქეველობა დააბრალეს, ხან რა ჯერ მანიქეველობა რა შუაშია, ხო, 10 საუკუნე გავიდა მანიქევანის ქადაგებებიდან, მაგრამ პირველად ერთიანდება აი ამ პოლიტიკურ თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი რეგიონი საფრანგეთის სამეფოში პირველად ერთიანდება ჯვაროსნები პაპის კურთხევით და ინკვიზიცია. ჯვაროსნები პირველად აქ შოულობენ ფულს. ანუ სალაშქროდ, ეხლა ყველას გონია რომ პირველად ჯვაროსნები წავიდნენ იერუსალიმში და მოდი დავიპყროთ და დავიბრუნდოთ ქრისტეს ტაძარი, მაგრამ ფული საიდან იშოვეს? ყველაზე ძლიერი ფრანგული რეგიონიდან. და ჯვაროსნები ახლა რომ ამბობ რომ ფულს შოულობენ, ანუ სამხედრო მოქმედებებისთვის ის რა თქმა უნდა შედის რომის პაპის ფინანსთა სამინისტროში, ასე რომ ვთქვათ. და ინკვიზიცია სწორედ მაშინ ყალიბდება. ანუ ინკვიზიციას კიდე ალტერნატიული ისტორია აქვს, ეს მე-20 საუკუნის ბესტსელერმა განსაზღვრა, რომ ეს რაღაც მარტო წამებაზე ორიენტირებულები იყვნენ, თუმცა ამის გარშემოც არსებობს საინტერესო ნაშრომი და აქ სწორედ იკვეთება, რომ აი ქრისტეს სახელით თუ როგორ ხდება მაგალითად პოლიტიკური რეალიზმის წარმოება, იერუსალიმში ლაშქრობა საკმაოდ მომგებიანი არის, იმიტომ რომ ეხლა არაბები და ეს ახლო აღმოსავლეთის სივრცე როგორც დღეს ძალიან მდიდარი არის, ხო? და საინტერესო არის ისიც რომ აი ამ პოლიტიკური მოვლენების ანალიზი აკეთებს მაკიაველი რაღაც გარკვეული საუკუნეების შემდგომ, იმიტომ რომ თანამედროვე გაგებით ეხლა ისტორიას ძირითადად ევროცენტრისტული ისტორიის თვალსაზრისით განვიხილავთ და ძალიან გულდასაწყვეტი არის რომ მაგალითად ახლო აღმოსავლეთი რომელმაც შექმნა იმ ციფრები დღეს ჩვენ რითიც ვსარგებლობთ იქიდან შემოვიდა რა ვიცი მარილი და მთელი ეს კულტურული სივრცე ახლო აღმოსავლეთიდან მოდის ხო მაგალითად პოეზია და ხელოვნების დიდი კულტურა ასწავლეს არაბებმა ევროპელებს ალ-ფარაბი, იბსინა, იბნ რუშდი, ალ-ღაზალი, ძალიან დიდი კულტურული ველი შექმნეს. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ აი მაკიაველთან ერთად, რაც სხვათა შორის მესამე ტექსტად თარგმნის დიალოგი ტიტუს ლივიუსთან, მაკიაველის ბატონი ირაკლი და ერთის მხრივ ჩვენ უნდა მივეჩვიოთ, რომ პოლიტიკური აზროვნება ეს არის ისტორიული და კულტურული აზროვნება. შეუძლებელი არის აი ამ მაგალითად მაკიაველის გარეშე გაიგო რატომ იწყებენ ადამიანები ომს. კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა და იმედია კითხვებიც იქნება ამის გარშემო, მაგრამ ეს კითხვები არ გადავა რაღაც თეოლოგიურ დისპუტებში, რომ აი მე-18 საუკუნეში მაგალითად გოეთეს ჯეროდა, რომ ადამიანი არის კეთილი და მაკიაველის ფრაზას იმეორებდა იმანუელ კანტი, რომელიც ამბობს რელიგია მხოლოდ გონების საზღვრებში, რომ ადამიანი არის ბოროტი. სინამდვილეში ეს არის რეფლექსია ბიბლიურ ტექსტზე, სადაც მაგალითად დაბადებაში წერია, რომ ადამიანი არის ბოროტებისთანკენ მიდრეკილი და საერთოდ წარღვნა მაგიტომ მოხდა, რომ ღმერთმა გადაწყვიტა გავწყვეტავ ამად, იმიტომ რომ ბოროტები არიანო და ანუ ბიბლიურ ცნობიერებას ჩაიდო ეს. ყურანშიც ესეც არის, ერთი ადამიანური სიკეთის შესახებ შეიძლება ბუდისტებს ჯეროდეთ, თუმცა მისი იაპონური ვერსია, მაგალითად ძენ ბუდიზმი ამბობს, რომ აი სწორედ ბოროტების ადამიანის სხეული არის ბოროტება და ამას უნდა დავეხსნათ. ნეოპლატონიზმიც ამას ამბობს. ეს ფილოსოფიური
თეორიები ხშირ შემთხვევაში იწვევენ, ახლა ადამიანი კეთილია თუ ბოროტი, ახლა თუ ადამიანი ჟერა რომ არის კეთილი და უნდა იყოს კეთილი, მერთმა კარგად ამყოფოს, მაგრამ ცივილიზაცია, რომელიც იქნება ომის შედეგად და ომი არის მთელი ფილოსოფიის საწყისი, შეუძლებელი არის რომ ეს იყოს სიკეთის ნაყოფი და როდესაც აი ამ წიგნის გამოცემა დავაანონსეთ და როდესაც უყურებდნენ ეს ადამიანები რომ აი აქ დიდი შრიფტი წერია მაგალითად ქართველები ომის ხელოვნების შესახებ აი ეგზისტენციალურ შოკში ჩავარდი რომ ყველას ეს ეგონა სუნძი ხო თან ისეთი ადამიანები რომლისგანაც მოელი რომ აი რაღაცა ეთქმის ანუ იცის და აღმოჩნდა რომ ეს ომის თეორია რომელიც პოლიტიკური აზროვნების ქვაკუთხედი არის ხო და საერთაშორისო ურთიერთობები რითი რეგულირდება ხო სინამდვილეში ანუ როგორ დავიწყოთ ომი ან არ დავიწყოთ ომი ძალიან საწყენი არის რომ აი ეს ფუნდამენტური ტექსტი რომელიც აქამდეც უნდა თარგმნილიყო და ბატონი ირაკლის შესანიშნავი თარგმანის წყალობით ვეცნობით ქართველები სამწუხაროდ სუნძის უნდა გავცდეთ ჩვენ რომ აი დავიწყოთ აზროვნება ეს ყველა სჭირდება მაგალითად ისტორიკოს განსაკუთრებით ეს სჭირდება ხელოვნებაცოდნეს იმიტომ რომ ეხლა ხელოვნებაცოდნე დაუშვათ რო უყურებს ომის სცენებს ხომ სიქსტის კაპელაში ან სამე სხვაგან ხომ ადამიანები მუღამში ხო არიან ერთმანეთს რომ რაღაც კლავენ მაგრამ ეს არის თუნდაც ხელოვნება არის იმიტომ რომ არა მარტო ხელობა როგორც საქმიანობა თუ ეს ისე არ გაიგოთ ხელობა რომ ეს არის ჯარის გაწვრთნა არა ეს არის იდეოლოგიზირებული მომენტი რომელშიც იქნება ისტორია დაუშვათ ეს ყველა კეთილი რომ იყოს ხო ნუ ომი არ იქნებოდა და ისტორია საინტერესო არ იქნებოდა ადამიანები ალბათ ისტორია არ შეიქმნებოდა ომის გარეშე და ყოველთვის რაღაც კეთილი სამოთხე იქნებოდა აი რაღაც კეთილი მოძრაობები აი ქრისტიანები ავიღოთ ხო პირველი ქრისტიანები რომლებიც ჯარში არ მიდიოდნენ ომს არ აწარმოებდნენ როგორ შეიძლება და ძირითადად მათი ფუნქციას წარმოადგენდა რომის კატაკომბებში ადამიანების დამარხვა ხო მაგრამ აი ეს ადამიანებს გამოუცხადეს ომი იმიტომ რომ ეს ადამიანები არ ომობდნენ და საერთოდ გარკვეული წლების მერე თვითონ იწყებენ ომს ჩვენ სამწუხაროდ არ ვიცი ვინც იცნობთ კარგია ვინც არ იცნობთ უნდა გაეცნოთ მაგალითად პროკოფი კესარიელის ორ ტექსტს ერთი ომის სპარსელებთან და მეორე საიდუმლო ისტორია ერთი რომელიც გვიყვება რომ აი იუსტინიანე დიდი ხომ წმინდანი არის უდიდესი იმპერატორი და მისი ისტორია შექმნილი არის ომებში ომის სპარსელებთან მაგალითად რუაშენებს შენობათა შესახებ ტექსტი და რუაშენებს დიტაძრებს ხომ ეს არის მარკერი რომ აი როდესაც დაამარცხა დაუშვათ არაბები ეგ წმინდა ეკატერინეს მონასტერი მაშინ ააგო ისე კი არ უხაროდათ რომ მოდი ავაგოთ მონასტერი და აქ ყველანი ვიყოთ და ვილოცოთ და ნუ არა ის იყო ომი დაპყრობითი და იქ უნდა ყოფილიყო სიმბოლო გამარჯვების ნოტა იგივე როგორც ჩვენთან ხომ ჩვენი ისტორია რა არის რომ აი ერთმა ფეოდალმა ძლია მეორე ფეოდალს და რომელმაც ძლია რასაკეთებს პირველი აშენებს საკულტო დანიშნულების იმას და რომ აი მეფემ აი ამას ძლია მოვკალი ეს და ნუ მე ვარ ძლიერი და გარკვეული საუკუნის გასვლის შემდგომ აი ეს ძლიერი ფეოდალი ხდება წმინდანი ანუ ბოროტება შოვს ფაქტობრივად ისტორიულ სიკეთეს და ჩვენ კიდე ამ რეალ პოლიტიკის და იმიტომ არის ეს კარგი ეს რეალ პოლიტიკა არა იმიტომ რომ ჩვენ რაღაც პარტიები ჩავაყალიბოთ ამ მსგავსი რა ისტორიულ აზროვნებას გვასწავლის რომ აი მაგალითად ჯვაროსნებმა რატომ ილაშქრეს იერუსალიმში ეხლა დარწმუნებული ვარ ყველა იქიდან მორწმუნე არ იყო მას დაავალეს მაგრამ ის იდეოლოგიზირებული ხალხი იყო ხო მათ უთხრეს რომ შენ გეპატიება ყველაფერი
სხვათა შორის ამას ინკვიზიცია აკეთებდა. შენ გეპატიება ყველაფერი, შენ ინდულიგენციაც არ გჭირდება, შენ ცხონდები თუ იმად ამოწყვეტაო. და გარკვეული თვალსაზრისით ჩვენ აი ამ ბურუსში ვეხვევით და აღმოჩნდება რომ ეს მოდი ამ თემებს არ შევეხები და გამოვიკლებ მაგალითად კატაკომბებს და წარწერებს რომ აი აქ იყო ეს აი მე რო იყო რა მაგასაც ხა ჯვაროსნებს რახანს ახსენეთ ძალიან დიდი დატვირთვა ქონდა ხო მათ შორის რეალ პოლიტიკის გაგებით მათ შორის ჩვენი ქვეყნისთვის მე მაგალითად დარწმუნებული ვარ უარა ჯვაროსნები ჩვენ არ გვექნებოდა ოქროს ხანა ჩვენ ისტორიაში არ იქნებოდა მარტო დავითი ხო პირველ რიგში დავით აღმაშენებელი მაგრამ ის გარემოება ხელსაყრელი რო არ ყოფილიყო და თვითონ რაციონალურად რო არ გამოიყენებინა ჩვენ ოქროს ხანა დიდი ალბათობით არ გვექნებოდა ამიტომ ეს გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ჩვენთვის დიდად ხელსაყრელი იყო ხო ბიზანტიელებმა, ევროპელებმა და არაბებმა დაასუსტეთ ერთმანეთი და ჩვენ უცბად გავძლიერდით. კი უბრალოდ მაკიაველამდე რო გადავხედავთ განსაკუთრებით შუა საუკუნეებს, იქ ხედავთ რომ ფაქტობრივად პოლიტიკა და მორალი, პოლიტიკა და რელიგია ერთია. ხო, უბრალოდ პოლიტიკა გამოიყენება როგორც ინსტრუმენტი. ხშირ შემთხვევაში დღესაც ხატია. დღეს ძირითადად უფრო შიდა პოლიტიკაში, მაგრამ მაშინ საერთაშორისო პოლიტიკაშიც იგივე, და გავიხსნა იგივე კონსტანტინე დიდი, ხო? ეს ხლა გამოცხადება ქონდა და ამჯვრით გაიმარჯვა და ახლა ეს ვისაც ჯერა, არ ვიცი, მისი საქმეა მორწმუნეების, მაგრამ ეს იყო იმისთვის შექმნილი ასე ვთქვათ, რომ გაემართლებინა თავისი პოლიტიკური და სამხედრო მოქმედებები. იგივე ჩვენი ქვეყნის მე-4 საუკუნეში, ხო? ის არის ლეგენდა, რომ სინამდვილეში ამ მთაზე დაუბნელდა თხოთის მთაზე და შეწევნა სთხოვა ნინოს ღმერთს და ასე შემდეგ. რეალურად იმიტომ ქართლი იმიტომ გახდა პოლიტიკური იყო რომთან კავშირზე და ის ქრისტიანული იყო და ეს მეტი არაფერი. ანუ პოლიტიკურად გამოიყენებოდა ფაქტობრივად რენესანსამდე. მაკიაველმა თქვა უბრალოდ რომ ეს მანამდეც ასე იყო, უბრალოდ იყენებდნენ ამას მორალ და საჯაროდ ნორმატიული იყო თელი ეს სისტემა, ანუ საჯაროდ ამბობდნენ რომ ხელმძღვანელი, ლიდერი, ქრისტიანი მმართველი უნდა იყოს მორალური, კარგი, მაგრამ ესე არ არის რეალურად მაკიაველმა თქვა. თუ გინდა რომ კარგი მმართველი იყო, უნდა იყო კაცრი, ხშირ შემთხვევაში სასტიკი. როგორებიც იყვნენ მათ შორის შუა საუკუნეებში, ხო? დესპოტი მათ შორის. ხო ის ხშირ შემთხვევაში აჯანყების უფლებასაც გამორიცხავდა, მათ შორის თუ ის ტირანი და უსამართლო მმართველია. იმიტომ რომ წინა ეპოქებისგან განსხვავებით ანტიკურში, შუა საუკუნეებში, როდესაც სხვადასხვა ფილოსოფოსი საუბრობს, რომ სახელმწიფოს მთავარი მიზანი და საზოგადოების არის მაგალითად ბედნიერება, როგორც პლატონი და არისტოტელე ამბობდნენ. ხო, ან როგორც თომა აკვინელს ჯეროდა შუა საუკუნეებში, რომ ეს არის საერთო სიკეთე და ამაზე უნდა იზრუნოს. არა, მაკიაველმა თქვა, რომ ეს არის დიდება, მმართველის და სახელმწიფოს დიდება, ეს არის მიზანი, მეტი არაფერი. და ყველაფერი ამ დიდებას უნდა დაემორჩილოს. აქაც ომის ხელოვნებაშიც თავარშიც. აი, რაც შეეხება მსჯელობანში ტიტუს ლივიუსის პირველი აწიგნეულის შესახებ, იქ ამბობს, რომ ხალხის ძალაც მნიშვნელოვანი. ანუ იქ რაღაც დათმობებზე მიდის და ის ჩემი აზრით ის არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაშრომი თანამედროვე რესპუბლიკანიზმის ასე ვთქვათ ფუძემდებლური ნაშრომი. ეს ომის ხელოვნება არის ერთადერთი, რომელიც მის სიცოცხლის განმავლობაში დაიბეჭდა და გამოიცა. სხვა ნაშრომები მისი გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა, ხო? იმაში მაგალითად თავრისგან განსხვავებით, იმიტომ თავარი დაწერა მაშინ, როდესაც რეალურად რესპუბლიკა დაემხო და მედიჩები დაბრუნდნენ და ამ ფავორიტიზმის მოპოვებას ცდილობდა და უშუალოდ მსჯელობანში და აქაც უფრო თავისუფალი იყო, ხო, უფრო ნაკლებად მიკერძოებული იყო, ამიტომ მე ვთვლი, რომ შესაძლოა აქ უფრო ნამდვილი მიზეზები და პოლიტიკური შეხედულებები აქვს გაჟღერებული. და შემდეგ ბუნებრივად, როდესაც წაიკითხავთ, იქ დეტალურად არის ნაჩვენები არმიების განლაგებების სტრატეგიები, ტაქტიკები და ასე შემდეგ. ხო ეს ძალიან სამხედრო დეტალები, რომლის სპეციალისტი მე ნამდვილად არა ვარ და ბოლოს დატანებული აქვს ასევე გამოსახულებებიც სხვადასხვა სამხედრო განლაგების და ტაქტიკის და ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი, იმიტომ რეალურად სუნძის შემდეგ სამხედრო სფეროში არ შექმნილა მაკიაველამდე და შემდეგ უკვე ცხადია მე-19 საუკუნეში, როდესაც კლაუზევიცი წერს, ეს უდიდესი სამხედრო თეორეტიკოსად ითვლება ბევრ საკითხში.
აკრიტიკებს მათ შორის, მაგალითად ერთ-ერთი საინტერესო ის არის და რაშიც მეც ვაკრიტიკებ მაკიაველს, რომ ის ჯერ კიდევ არ აღიარებს არტილერიის როლს. თავარ მნიშვნელობას ანიჭებს ქვეით ლაშქარს, რომ ქვეითები უნდა იყვნენ გადამწყვეტი. იმიტომ ამ პერიოდში ყველაზე დიდი მნიშვნელობა იტალიის სახელმწიფოებშიც და ზოგადად მინიჭებული აქვს კავალერიას, ცხენოსნებს. და ის ამბობს რომის რესპუბლიკის მაგალითის მიბაძვით, რომ ქვეითები უნდა იყვნენ გადამწყვეტი და არა არტილერია მათ შორის. არა და ვიცით, რომ არტილერია უკვე მე-15 საუკუნიდან ფაქტობრივად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მაგალითად იგივე კონსტანტინოპოლის დაცემის დროს. ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, ხო, იქ ევროპელმა ინჟინრებმა, იტალიელმა და უნგრელმა ინჟინრებმა გაუკეთეს ის არტილერია მეჰმედ მეორის, ხო, ისინი ჯერ კონსტანტინესთან მივიდნენ, იმას ფული არ ჰქონდა, ამიტომ შემდეგ ვინც ფული გადაუხადა, რეალურად არაფერი არ იცვლება ამ ქვეყანაზე. იგი პრინციპი იგივეა. ვინც ფულს უხდის და ფინანსებს, იქ მიდიან ის ინჟინრები და ტვინები. და აქ რაც მნიშვნელოვანი იტალიის მაგალითზე პირველი მნიშვნელოვანი გამოყენება არტილერიის ხდება 1512 წელს, აი ეს როდესაც გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა ერთის მხრივ ამ ფრანგებს, ფლორენციელებს და მეორეს მხრივ ესპანელებს შორის, იმის შემდეგ რაც ფაქტობრივად ეს რესპუბლიკა ფლორენციის რესპუბლიკა დაეცა და მედიჩები დაბრუნდნენ და ნუ მერე შემდეგ თქვენ იცით რაც მოუვიდა მის მაკიაველის პოლიტიკურ კარიერას და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მან პოლიტიკური ტრაქტატების წერა და ფაქტობრივად ის გაცილებით უფრო ცნობილია და მნიშვნელოვანია თავისი პოლიტიკური ტრაქტატები და თეორიებით ვიდრე თავისი პოლიტიკური კარიერით, ხო? რეალურად ეს იდეები, რასაც ის ატარებს ამ ნაშრომში, თავარშიც და სხვაგანაც, როდესაც ის იყო მეორე მდივანი ფლორენციის რესპუბლიკაში, მსგავს მეთოდებს და ხერხებს არ იყენებდა. ხო? შემდეგ ალბათ ბევრი ფიქრის და გააზრების შემდეგ მივიდა ამ დასკვნამდე და მე ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა, ინტელექტუალური მემკვიდრეობა დატოვა. პირველ რიგში იმ თვალსაზრისით, რომ ეს არ არის ნორმატიული მხოლოდ. რეალურად ეს ის არის, რა ასახავს რეალობას, რაც არის. ადამიანთა ცხოვრების, საზოგადო ცხოვრებაში და განსაკუთრებით საერთაშორისო პოლიტიკაში დღევანდელის ჩათვლით. ჩვენ ხედავთ, რომ მაგალითად იდეები იყო ცივი ომის დასრულების მერე, ხომ, ისტორიის დასასრულის შესახებ, რომ ხოლო დროის ფაქტო საქმე იყო ის, რომ ლიბერალური დემოკრატია მთელ მსოფლიოში გავრცელდებოდა, ეს ზღაპრები ძალიან მალე დასრულდა და ჩვენ ხედავთ, რომ ისევ ომები, ისევ კონფლიქტები, ისევ წართმევა, მიტაცება და თელი ეს ისტორია, რაც ხდებოდა ალბათ კაცობრიობის პირველივე დღიდან, რაც ჩვენ ვიცით და ალბათ რაც არ ვიცით. ამიტომ მაკიაველი დღეს უფრო აქტუალურია, ვიდრე თავის დროსა და რეალობებში იყო. ბატონო ირაკლი, თუ გინდათ დავამატოთ და თუ გინდათ კი, ერთს იმას დავამატებ, რომ ალბათ განსაკუთრებით აქტუალური უნდა იყოს პატარა ქვეყნისთვის, ჩვენაირი პატარა ქვეყნისთვის. და ნებისმიერ ჩვენაირისთვის განსაკუთრებით, ახლა ბევრი პატარა ქვეყანა, მაგრამ ჩვენი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობიდან გამომდინარეც ისეთ ხიძე და ყოველთვის ასეთ დღეში ვიყავით, ჩვენ ვიბრძვით, მთელი ჩვენი ისტორია არის გადარჩენის ისტორია. მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში საქართველოს არის ობიექტი საერთაშორისო ურთიერთობაში, ეს უნდა ვიცოდეთ. ჩვენ ვართ პატარა. ჩვენ არასდროს არ ყოფილვართ სუბიექტი. ნუ მე-12 საუკუნეში შეიძლება იყო იქ მაგალითად თამარის მე-13 დასაწყისში, როდესაც იქმნება ლათინთა იმპერია და ფაქტობრივად მიდიოდა იქითკენ საქმე, რომ შეიძლება რეგიონულ თვალსაზრისით სუბიექტი გამხდარიყავით, მაგრამ ეს ოქროს ხანა იმდენად ხანმოკლე იყო, რომ ვერ შევწელით. დანარჩენი ჩვენ და ჩვენნაირი ქვეყნები არიან ობიექტები საერთაშორისო ურთიერთობებში. ხო, ამიტომ და საზრუნავი არის ის, რომ პირველ რიგში ფიზიკურად გადარჩე. ფიზიკურად რო გადარჩე, ერთი კარგი გამოთქმა გვაქვს, რომ 100 ჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერე. ამით უნდა ვიმოქმედოთ, ხო? და ხშირ მარტო იდეებით პატარა სახელმწიფოები ვერ იმოქმედებენ. აი მე სადღაც მინდა და სხვას არაფერს განვიხილავ, არავისთან უნდა მოვილაპარაკო, არავის დაველაპარაკო. არ შეიძლება მაგალითად მონსტრებს ეჯახო თავით. ბევრი რაღაც ამ თვალსაზრისით ისტორიიდან უნდა ვისწავლოთ. მე ყოველთვის მომყავს ხოლმე მაგალითი მე-17 საუკუნიდან. შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს. მაგალითად აი როდესაც აბდარებენ თეიმურას პირველს და როსტომს. ჩემთვის მაგალითად როსტომი უფრო დიდი ფიგურაა, როგორც მართველი, ვიდრე თეიმურას პირველი. ხო, როსტომი რო არა, შეიძლება ქართლი აღარ ყოფილიყო ქრისტიანული, ჩემი აზრით.
კი არის ერთის ხრი, მაგრამ მონსტრი არ უნდა ეჯახო მონსტრ თავით. როცა მშველელი არავინ არ არის და ახლა პოლიტიკაში მშველელი პარტნიორები და მეგობრები არ არსებობენ. არსებობენ მოკავშირეები ინტერესების გამო დამთავრდა. ანუ როცა ვამბობ ბევრი მეკამათება რა ასე რატომ ამბობთ ირაკლი და ეს ცუდი. მე ვამბობ იმას რაც არის, ნეტავ არ იყოს. კი ბატონო, მეც ვისურვებდი ომი არ იყოს, კონფლიქტი, ჩაგვრა არ იყოს. არ არის ესე არასდროს ყოფილა და არც არასდროს იქნება, მანამ სამყარო იარსებებს. მე ასე ვფიქრობ. სამწუხაროდ და საუბედუროდ. თუ კითხვები, დისკუსიები, სიამოვნებით. მადლობა ბატონ ირაკლის. და ეხლა კითხვებიც აუცილებლად იქნება, უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ თუნდაც კავკასიურ სახლში და კავკასიური სახლის ეგიდით გაიმართა კიდევ ერთხელ აღნიშნა ნიკოლო მაკიაველის ძალიან მნიშვნელოვანი ტექსტის პრეზენტაცია. კითხვებს რაც შეეხება, ძალიან გთხოვთ, კითხვები იყოს, არავის არ უზღუდავ, თავისუფლება ღმერთმა მოგცა, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ის. კითხვები იყოს ძალიან მოკლე, ლაკონური და მოკლე და ლაკონური. რომ ჩაძიებაც საინტერესო არის, ყველაფერი საინტერესოა, მაგრამ რეგლამენტიც გვაქვს და პლუს ამას ხო, კითხვებს არ მოგერიდოთ. კარგი და ცუდი კითხვა არ არსებობს, კითხვა არის კითხვა. ან კითხვა შევეუბროთ მოსაზრებაც იყოს და რა კითხვა. მიკროფონთან მოვბრძანდით და მიკროფონთან რომ მოხვალთ, შემდგომ დასვით კითხვა. დარბაზიდან ესე მე მინდა კითხვის დასმა არა, მიკროფონთან უნდა მოვბრძანდეთ და ნუ შეგწყვეტთ. ძალიან კარგი არის ეს მიკროფონი, ბევრი კითხვა, ბევრი საინტერესო კითხვა დაუსვავს. პირველი მოვბრძანდით, გთხოვთ. როგორც სახელი და გვარი, ვინ ხართ, რას აკეთებთ და შემდგომ ესე თქვათ ყველა და კითხვა. მოგესალმებით, ძალიან საინტერესო მოხსენება და წინის პრეზენტაცია. ზურაბ რუხაძე პირველ რიგში, როგორ გაგეცნოთ, უფრო დამკვიდრებულ კვლევარ-ანალიტიკოსი ფილოსოფიის და თეოლოგიის ისტორიის, ასე ვთქვათ. მე მაქვს ძალიან ლაკონურად რო ჩამოვაყალიბოთ კითხვა, ორი კითხვა მექნება ალბათ ესეთი. პირველი ეს არის, თქვენ თქვით, რომ მაკიაველის ასეთი თეორიული მოსაზრებაა, რომ ადამიანი არის ბუნებით ბოროტი არსება. მაგრამ მე რა მაინტერესებს, იცით, აი რამდენად უწერია მაკიაველს, ნუ ახლა ვთქვათ, არსებობს რა თქმა უნდა რამოდენიმე გარემო ფაქტორის, რაციონალისტური ეს თუ პრაქტიკული კმედების დონეზე, როცა შეიძლება ვთქვათ, გავაკეთოთ ესეთი დასკვნა, რომ მართლა ადამიანი ბუნებით ბოროტია, ხო? თუნდაც მისი ომები და კონფლიქტებიდან გამომდინარე, მაგრამ მე მაინტერესებს, აი თვითონ ეს ადამიანის ბოროტი ბუნებრიობა რაღაცა არსობრივი თვალსაზრისით. ანუ არსობრივად რა საფუძველს ეყრდნობა თვითონ მაკიაველი. ანუ რო უცოტა გავშალოთ ეს თემა, რომ ანუ ეს შეძენილი თვისება, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს მაგალითები იმისა, რომ არის ადამიანთა შეიძლება უმრავლესობა კატეგორიაც იყოს, რომლებიც მართლა მთელ ცხოვრებას ზნეობრივ და პატიოსნურ ცხოვრებაში ატარებენ, ამაზე ვერ ვიტყვით, რომ ის მართლა ბუნები ბოროტი ხალხია, ხო? ანუ საერთო ტენდენციაზე შეიძლება ვერ გავცელდეს, ასე ვთქვათ. არის რაღაც ადამიანთა ჯგუფი და დღესაც არის ეს, რომელსაც უნდათ კონფლიქტები, ინტერესები, მათ ამოძრავთ ეს კონფლიქტური ინტერესები და ფაქტურად მოსვენებას არ აძლევენ საზოგადოებას, რომ იცხოვრონ, მოდი პირდაპირ ესე ვთქვა ღიად. მაგრამ ანუ არსობრივად რა თვალსაზრისით ეყრდნობა ეს. ეხლა არსობრივად რა თვალსაზრისით ეყრდნობა, რომ ანუ ეს შეძენა ჩვენ ვიცით ბიბლია, ხო თქვენ ბიბლიას ახსენეთ, ახლა წმინდა წერილი, ხო? ანუ ჩვენ ვიცით ესე იგი ბიბლიიდან რომ ადამიანმა შეიძინა ეს თვისება მას შემდეგ რაც ის დაეცა 64-ში და გამოდიოდა იმ ტერიტორიიდან, ხო? თორე თავიდან მისი შექმნის არსი აბსოლუტურად არის, ხო? არც პროგრამა მithumedes. და მეორე კითხვა. ნუ ეს გასაგებია, ხო? მეორე კითხვა. თქვენ თქვით რომ მაკიაველი არ იყო ანტირელიგიური პიროვნება. მაგრამ ყველა მისი ნაშრომი ფაქტობრივად, ასე ვთქვათ, მაინც ანტიქრისტიანულ ნუ ცოტა მომენტებს კი არა, მეტ ფაქტორებს შეიცავს, ხო? ანუ მეტი თეზისები მას აქვს ანტიქრისტიანული, ანტირელიგიური და ანუ რა თვალსაზრისით გულისხმობთ, რომ ის ფაქტობრივად რელიგიურია. როცა თქვენ თქვით რომ პირველად მან ახსენა რომ თუ ადრეო განეხილებოდა რომ ესე იგი ზნეობრივი და მორალური უნდა იყოსო პოლიტიკოსი რელიგიურთან ერთად, ხო? აი ეს მან თქვა ეს რევოლუციური ის გამოხატა, ხო? ესეთი თეზა წამოთქვა რომ ეს ასე არ არის და პირიქით, ანუ ინსტრუმენტია და ასე შემდეგ. აი ეს ორი კითხვა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა.
რაც შეეხება პირველ კითხვას, კითხვე როგორც ჩვენ ვახსენეთ, ეს არის ის რომ ადამიანის ბუნება თანდაყოლილად ბოროტია, ეს არის ძირითადი ფუნდამენტური ერთ-ერთი მთავარი დებულება მაკიაველის. აი რაც შეეხება ძირითადი მოტივი არსობრივი, ასე თუ შეიძლება ვუწოდოთ, არის როგორც წესი ის ეყრდნობა ემპირიციზმს, ანუ ისტორიას, ისტორიულ მაგალითებს და ბევრი მაგალითი მოყავს, ხო? ყველა ნაშრომში, მთავარშიც, აქაც ომის ხელოვნებაშიც, მსჯელობანშიც, ისტორიული ფიგურების, ზოგადად საზოგადოებების და აი ამ თუ შეიძლება უწოდოთ ამას ემპირიციზმი, ის ასკვნის, რომ ამის საფუძველზე ასკვნის ის, რომ ადამიანი ზოგადად არის ბოროტი, ადამიანის ბუნება, იმიტომ ის ამბობს, რომ ისტორიულად სულ ასე იყო და არაფერი ან უკეთესი არ გამხდარა ადამიანი. აი ეს ძირითადი ეს არის. ძირითადი დებულება, მაგრამ ახლა ბევრგან რასაკვირველია ცოტა გადახვევებს აკეთებს, როგორც მაგალითად თქვით, რომ ზოგან ამბობს, რომ ის პიროვნებისთვის უკეთესია არ იყოს ლიდერი და იყოს უბრალოდ საერო არის სამოქალაქო პირი, იმიტომ სამოქალაქო პირი თუ იქნება დიდი ალბათობის მას შეუძლია კარგი ადამიანი იყოს დარჩეს. მაგრამ თუ იქნება მართველი და მოინდომებს, ის იძულებულია თუ უნდა კარგი, ეფექტური, წარმატებული მართველი იყოს, ის უნდა იყოს, მას უნდა ქონდეს ეს ვირტუ, ანუ ეს უნარები, ხო, ეს მოტყუების, თაღლითობის, ასე ვთქვათ, სისასტიკის და ასე შემდეგ. ანუ სამოქალაქო პირის შემთხვევაში ის უშვებს მეორეს მხრივ, რომ შეიძლება იყოს კარგი. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძირითადად ის ამბობს, რომ ჰიპოთეტურად ნებისმიერი ადამიანი შეიძლება იყოს ბოროტი, მაგრამ სახელმწიფოს მეორე მხრივ მართლაც შეუძლია რომ ეს შებოჭოს. იმ შემთხვევაში თუ სრულ თავისუფლებას მივცემ, იმ შემთხვევაში მას ჯერა რომ ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გახდეს ბოროტი, სხვის დამჩაგვრელი, წამთმევი და ასე შემდეგ, ხო, დამპყრობი და ასე შემდეგ. ეს არის ძირითადი. ანუ ძირითადი ამოდის ამ ისტორიული მაგალითების მოხმობიდან და ამ ემპირიციზმიდან, რომ ისტორიულად სულ ასე იყო. ადამიანი მიისწრაფვის ჩაგვრისკენ, ომისკენ, კონფლიქტისკენ, მე რაღაც საკუთრების თუ ქონების მიტაცებისკენ. მაგრამ როგორც თქვით, რაღაც გამონაკლისებსაც უშვებს. კი, ბევრ რაღაც მომენტებში კი ზოგჯერ მისი აზრები ერთმანეთს კიდევაც ეწინააღმდეგება, ესეც უნდა. კი, ესეც უნდა ვთქვათ, მაგრამ ის, რომ ადამიანის ბუნება არის თანდაყოლილი ბოროტი, ეს არის მისი ფუნდამენტური მოსაზრება. აბსოლუტურად და რომელიც გადმოვიდა მე კლასიკური რეალიზმის ერთ-ერთი ფუნდამენტური, ასე ვთქვათ, საყრდენია. მეორე შეკითხვას რაც შეეხება. პირველ რიგში თუ ჩვენ დავუჯერებთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მისი ვაჟიშვილის სახელი ბერნარდო თუ არ მახსოვს სახელი რო არ მოგატყუოთ, ის წერს თავის ბიოგრაფიაში მამაზე, მათ შორის თუ არ ცრუობს, რომ ის იყო საკმაოდ რელიგიური ადამიანი. არა ეკლესიური, ის ამბობს, რომ ყოველთვის აკრიტიკებდა, ვერ იტანდა პაპებს, კათოლიკე ეკლესიას, მაგრამ ის იყო ღრმად რელიგიური. მისი ვაჟიშვილი ასე წერს. ეს არის ერთ-ერთი მთავარი. თუ დაუჯერებ, თუ რასაკვირველია, არ იტყუება, არ ვიცი. მე ვფიქრობ, რომც დაეწერა არ იყო რელიგიური, ამით მე მგონი არც არაფერი დაშავდებოდა. მაგრამ მეორეს მხრივ, ალბათ ჩვენ მაინც ჩემი აზრით იმ არგუმენტს უნდა დაუჭიროთ ხარი, რომ აკრიტიკებდა მხოლოდ და მხოლოდ პრაქტიკული მიზნიდან გამომდინარე, იქიდან რომ თვითონ იყო ძალიან დიდი პატრიოტი და ის თვლიდა, რომ ეკლესია, პაპები და მათი პოლიტიკა იყო მთავარი დამაბრკოლებელი იტალიის გაერთიანებისა. ჩვენს ვერსად ვერ ნახავთ, რომ მაგალითად ის კიცხავს ან აკრიტიკებს, მე ყოველ შემთხვევაში არ შეხვედრი ვარ ღმერთს, ან აძაგებს მით უმეტეს, ხო? ალბათ ძირითადი ეს არგუმენტებია, რომ ესეთი დემონიზება, ახლა მე შეიძლება ვფიქრობ, შეიძლება დიდად რელიგიური მართლა არც იყო, მაგრამ ესეთი დემონიზება ამ ადამიანის, ჩემი აზრით არ არის სწორი. პიროვნულის და შეიძლება იდეების დემონიზება აკეთო, მაგრამ პიროვნულად ადამიანის დემონიზება მაკიაველის მე მგონი გადაჭარბებულია. თუმცა იდეები შეიძლება, მაგრამ ასევე გამართლებულია. ჩემი აზრით გამართლებულია. ჩემ ქვეყანას ეკლესია ხეს შეუშლი და გაერთიანებაში მეც იგივე პოზიციას დავიკავებდი აბსოლუტურად. თუ პატრიოტი ვიქნებოდი ცხადი. იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ, რომ ეკლესია იტალიაშიც და სხვაგანაც ეკლესია ყოველთვის ხელს უშლის ცენტრალური სახელმწიფოების ჩამოყალიბებას, კათოლიკური ეკლესია ყოველთვის ხელს უშლის.
და იტალია არ გაერთიანდა საბოლოოდ მანამ, სანამ პაპობა არ დაამარცხა. ფაქტია, ესეც ემპირიციზმია. გაუშვეს საფრანგეთში. დროებით. არა, ჩაიკეტა ვატიკანის ტყვეთ გამოაცხადა თან. უგროსი მადლობა კითხვისთვის. შემდეგი სახელი გვარი. მოგესალმებით. პირველ რიგში ორივეს ძალიან დიდი მადლობა ესეთი საინტერესო წარდგინებისათვის. გვანცაკუბრაიშვილი, ჩემი კითხვა მდგომარეობს შემდეგში. აი პლატონი ერთგან წერს, რომ ჰომეროსი ფაქტობრივად წერდა ყველაფერზე, სახელმწიფო კანონებზე, ომზე, პოლიტიკაზე, ყველაფერზე წერდა. თუმცა იქიდან აი ის სრულფასოვან ცოდნას არც ერთზე არ ფლობდა. ვინაიდან რო ყოფილიყო კარგი მცოდნე პოლიტიკის, იქნებოდა ისეთივე რეფორმატორი, როგორც იყო სოლონი, ხო, მაგალითად. რო ყოფილიყო კარგი რაღაცა მებრძოლი, იქნებოდა მხედართმთავარი, ხო? მაგრამ ეს ყველაფერი იმდენად იყო ფუჭი, რომ კი დარჩა მხოლოდ მწერლად, ანუ ეს ყველაფერი პრაქტიკაში ვერ განავითარა. და აი რაც შეეხება მაკიაველს, მასზე რა სიტყოდით? ის იყო მხოლოდ თეორეტიკოსი, რომელიც ამ ნაშრომებს აქვეყნებდა, თუმცა რეალობაში ეს ცოდნა ვერ გადმოჰქონდა თუ პირიქით, მის პრაქტიკაშიც ამ ცოდნის გავლენა იგრძნობოდა, ესე რომ ვთქვათ. წინასწარ მადლობა პასუხისთვის. მადლობა თქვენ კითხვისთვის. მადლობა შეკითხვისთვის. მე მგონი ნაწილობრივ კიდევაც უპასუხი აქამდე. კი, რეალურად, ანუ მაკიაველმა მე ვფიქრობ, რომ მაკიაველს ახალი არაფერი აღმოუჩენია პოლიტიკაში, უბრალოდ ის იყო პირველი, ვინც ყველაფერს თავის სახელი დაარქვა. არ ამბობდა თეთრზე შავია სიტყვაზე. რომ პოლიტიკა, საერთაშორისო პოლიტიკა თუ შიდა პოლიტიკა მორალურია და ანმორალი, ეს ნორმატიულად, ხო? თუ გადავხედავთ წინ ანტიკურ მოაზროვნეებს, შუა საუკუნეების და მაკიაველის შემდეგაც უმეტესობა ამ პოლიტიკურ თეორიაში, ფილოსოფიაში არის ნორმატივიზმი. ანუ როგორი უნდა იყოს სახელმწიფო. ასე უნდა მოვაწყოთ, ისე ასეთი უნდა იყოს, ისე მაკიაველი ამბობს როგორი არის რეალურად. ანუ ყველა რეალისტური ასახვა მოგცა ანალიზი იმ ვითარებისა, რაც იყო ისტორიულადაც და მის ეპოქაშიც, რა თქმა უნდა, იტალიის ნახევარკუნძულზე. ის მიზეზები შესანიშნავად აქვს ახსნილი, რატომაც იყო იტალია სუსტი და დაშლილი. ამიტომ ეს ახსახავს იმ რეალობას, რაც არსებობდა. და შემდეგ ჩვენ ვიცით, რომ ეს იდეები, ანუ მათ მაკიაველის იდეები კი არ განახორციელეს შემდგომმა ლიდერებმა. უბრალოდ ეს ალბათ ყველა ლიდერი მეტნაკლებად, ან მათი უმეტესობა ყოველთვის მისდევდა ამ იდეებს. უბრალოდ ამათ შეიძლება ამ ნაშრომებმა დამატებითი ბიცგი მისცეს. ჩვენ ვიცით, რომ მაგალითად მთავარი მაკიაველის და შეიძლება სხვა ნაშრომებიც ბევრი მმართველის თუ ტირანის სამაგიდო საყვარელი წიგნი იყო, მათ შორის ერთი იყო ჩემი ქალაქიდან წინა საუკუნეში. არ ვამბობ რომელ ქალაქს? ხო, აქედან არის ახლოს, გორიდან. იმის ერთი სამაგიდო და საყვარელი წიგნი იყო მაგალითად მთავარი, ხო, სტალინის, ხო? უნებრივი და მას ბევრი იდეას იყენებდა. იგივე მაგალითად მთავარში წეს, რომ მთავარმა თუ უნდა შეინარჩუნოს სახელმწიფო, სისასტიკე და სასტიკი ქმედებები ერთბაშად მმართველობის დამყარების დასაწყისში უნდა ჩაიდინოს, რომ ყოველ ჯერზე არ უხდებოდეს. სტალინმა ჩვენ ვიცით რეპრესიები რაც იყო 20 ანუ მე 30-იან წლებში განსაკუთრებით. ამას მისდევს მისი პოლიტიკა და ბევრი სხვა ტირანის პოლიტიკა. ანუ მისი იდეები მაკიაველს უბრალოდ იმ რეალობას ასახავდა, რაც სინამდვილეში იყო, როგორც მოქმედებდნენ პოლიტიკოსები და შემდეგ სახელმწიფოები. ჩემი აზრით და სამწუხაროდ მაკიაველი მართალია, სამწუხაროდ. მე დავამატებ თქვენის ნებართვით. აი მაკიაველი უფრო არისტოტელესეული ტიპი არის, რომელიც მაღწერს და ეხა პლატონმა ვიღაც მთავართან ჩავიდა და ნუ საბოლოოდ დამთავრდა ის, რომ ტყვე ჩავარდა და სახელმწიფოს შექმნის ნაცვლად სიცილიაზე ვერ დაარწმუნა. მონეტა ბაზარზე გაყიდეს, ხო? სხვათა შორის ესეთი ბედი აქვს, აი ესეთ პოლიტიკის მოაზროვნეებს, მაგალითად ჟან-ჟაკ რუსოს მე მგონი არც კი გამოუქვეყნეს საზოგადოებრივი ხელშეკრულება, რომელიც შემდგომ დაეფუძნა ცნობილ ფრანგულ რევოლუციის იდეებს. ისე სხვათა შორის მერე მაინც ტირანია დაამყარეს, მერე ისე განმოტირანდნენ და საინტერესო არის კიდე ცოტა რეალ პოლიტიკის თვალით შევხედოთ ფრანგულ რევოლუციასაც. ეს სხვათა შორის აი მაგალითად აღზრდის შესახებ დაწერა ჟან-ჟაკ რუსომ, რომელმაც 5 შვილი მიატოვა. ხო, კი. მე ვაიგეთებ. და ჩვენთან, აი ჩვენს რეალობაში რომ ეს გადმოვიტანოთ, აი კითხვებშიც მინდა ჟღერდ სამწუხაროდ აი ომზე ვლაპარაკობთ ომის თეორიების გარეშე.
ბევრს რამეზე ვლაპარაკობთ თეორიების გარეშე, იმიტომ რომ თეორია არის მნიშვნელოვანი, რომ აი გონებას ამვითარებს. თეორიის და ისტორიის გარეშე ჩვენთან არ არის ეს ცოტა. ისტორია არის სიყვარული, მეტი არაფერი. ჩვენთან სამწუხაროდ. კითხვები ძალიან გთხოვთ დარბაზიდან, თუ ვინმეს გაქვთ, ნებისმიერი კითხვა მისაღები არის და ნებისმიერი კითხვა საინტერესო. აბა, ვის უნდა? მობრძანდით ბატონო მიხო. ახალგაზრდებო, უნდა ცოტა გავაქტიურდეთ. ბატონი მიხო ბეროშვილი, კავკასიური სახლის სული და გული. ახლა დაგევანტები და აიქნა. თაინჯახი რომ ბევრს არ ვლაპარაკობო და თქვენ ცოტა ილაპარაკეთ. ეხლა მე მინდა ჩემი ისა ერთი რა თქვა, რითაც მინდა დავეხმარო აკიაველს. და აკიაველს რომ ადამიანი მე ბუნებით სრულიად ეხლა შინაგანად ასე არ მწავს რომ ადამიანი მოროტია, მაგრამ აი ერთ-ერთმა ჩემმა უფროსმა მეგობარმა შემილია მე ასე ვფიქრობ და შეიძლება ასე არ ფიქრობს თვითონ, მაგრამ ბეზი ხარანაულმა ამასია ანონსი იყო გადაცემისა ტელევიზორში, რომელიც მე ვეღარ მოусმინე ძალიან და ვეღარ ვიპოვე, რომელი არხი იყო აღარ მახსოვს. მსგავსი რაღაც თქვა მე მგონი. ხო და ესეთი ფრაზა თქვა, რომ ადამიანიო არ არისო კეთილიო, ადამიანი არის ბოროტიო. და დავუმატა მე ძალიან ცოტა ხატოვნად იყო ნათქვამი, მაგრამ შეიძლება ბოროტება სიკეთეზე ისვენებს. ძალიან საინტერესო ნათქვამია. აი თქვენ როგორ შეგელოთ ეს აი განსაკუთრებით ბატონო დანიელ როგორც რელიგიურ ადამიანს, რელიგიას ვცოდნეს, როგორ შეგიძლიათ გამარჯვოთ, როგორ ისვენებს ბოროტება სიკეთეზე. გაუგებრად ხარ ჩამოვაყალიბე თორა და რასაუბრობ ბატონო მიხო, მოდი პირველი პოლიტიკური ნაწილი ბატონი მაირაკლი მოპასუხოს, მადლობა კითხვისთვის და აი მე ვუპასუხებ უკვე როგორც რელიგიის მკვლევარს რა აი ცასა და დინამიკა შორის. კარგი, მაგრამ ერთი ისა შეიძლება სულ მცირე კითხვა დავუმატო, რომ ცნობილი ქართველოლოგი დევიდ ლენგი ამბობს, ეგეთ ხშირად შემხედრია სტატისტიკა, ციტატა მოხავთ ხოლმე, რომ საქართველოსია ლაპარაკი. ამ ქვეყნის ისტორიას როცა ეცნობიო, ღმერთს იწამებო. იმიტომ რომ სხვანაირად ვერაფრით ვერ დაიჯერებ, რანაირად მოაღწია ამ ქვეყანამ და ამ ხალხმა აი დღევანდელ დღემდეო. აი ეს უფრო რომ ჩამიშალ ბატონი რაკლი რა ვიცი, ოდნა ბევრია. ეს დევიდ ლენგი 80-იანებში იყო ჩამოსული, ძალიან კარგი ლექციები ჩაატარა, მაშინ თქვა რომ მე ახსნას ვერ პოულობო კანონზომიერებას როგორ მოაღწიეთ. ანუ მაგალითად იქ მაგალითებს აი თქვათ ჩრდილოეთ კავკასიაში ერთის საკმარისი იყო თემურ ლენგის ერთხელ შეჭრა, ჩრდილოეთ აფრიკაში ერთხელ შეწვა ერთი არაბების ერთი შესვლა და ამხელა ისტორიული ფაქტობრივად ქრისტიანული ცივილიზაცია ხო რომ ის იმპერიის დასასრულს უცებ ასე ვთქვათ გაამუსულმანეს. ერთხელ ერთი შეჭრა იყო საკმარისი და საქართველოს იცით ბევრი ადამიანი და სხვა ბევრი მისიონერიც წერს, მაგალითად ეხლა ჩვენ გვაქვს პროექტი ვატიკანის არქივებში მუშაობ. ბევრი მისიონერი პირდაპირ ან ქვეტექსტში ჩანს, სადაც წერენ, რომ აი ვერანაირ ახსნას ვერ პოულობენ ეს ქვეყანა როგორ მოვიდა აქამდე და შემდეგ, მიდიან იქამდე, რომ ეს არის პროვიდენციის რაღაც ღვთიური განგებულების ნება, ან ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, მე ახლა შეიძლება დანიელიც ამას მიყვება ხოლმე, მაგრამ მე როგორც წესი როგორ ისევ წილხვედრობამდე ხო არ არის საქმე. მე უფრო რაღაც მაინც პოლიტიკურ რეალიზმამდე მივდიოდი, ალბათ უფრო მეტი დამსახურება, ჩვენ მაინც ემოციური ხალხი ვართ, სამხრეთის ეს მაქსიმალისტები, მაგრამ ისტორიულად ყოველთვის გამოჩნდებოდა ხოლმე ისეთი პიროვნება, ლიდერი ჩვენთან, აი როგორ თქვა, იცი, რომელსაც კარგად ესმოდა, აი მაგათაც სად უნდა გაჩერდეს, სად თავი უნდა დახ. აი ხშირად მეკითხები, აბა როგორ უნდა მოიქცეთ დღეს თავი დავხაროთ, ზოგჯერ უნდა დახარო. პატარა ქვეყანა ხარ. და ეს იყვნენ ლიდერები, ხელმძღვანელები, ვინც ესმოდათ, როდის უნდა დაეხარათ თავი. სხვანაირად ვერ გადარჩეთ. გამორიცხული. რა ქვია, ბიძინა ჩოლოყაჟი 3 ადამიანი ჩავიდა, დიმიტრი თავდადებული აიღე, მერე ისინი ჩავიდნენ. ესე დიპლომატიის უმაღლესი ისინი იყო. აი მაგალითად წეღანს ვახსენე როსტომ მეფეზე, ჩვენ უმეტესად ატანა არ აქვთ ქართველებს როსტომ მეფეს.
მეფისა, ხო? მაგრამ როდესაც ჩამოვიდა ის იქ დაბადებული იყო გაზრდილი მუსულმანი, მაგრამ ქართველი იყო და მე არ მჯერა რომ ხა წყაროებიდან არ ჩანს რომ მას ეს ქართულის გულის სიღრმეში სადღაც არ ქონოდა და მე ვფიქრობ რომ აი იმედი მაქვს რომ ის დაჯდა და რომ გადახედა ამ ქვეყანას გავერანებული და რაღაც ალბათ იფიქრა რომ ეხლა ამ სულელ ქართველებს თუ რაღაც არ უშველეს, საერთოდ გადაჯიჯდებიან, გაქრებიანო. იმან და ჩვენ ვიცით რა მოყვა ამას შემდეგ, მის პოლიტიკას, რომ მოშენდა ქვეყანა რაღაც, ხო, გამრავლდა ერი. რა თქმა უნდა, ამას თავის ხვერპლი ქონდა იმისთვის, რომ თვალი აეხვია სპარსეთისთვის, მუსულმანური წესებიც დამკვიდრდა, მუსულმანობა შემოვიდა, თუმცა ძირითადად დიდ თავადებში და არა უბრალო ხალხში. ხო, ანუ მსხვერპლს ყოველ როდესაც პატარა ხარ, სხვა გზა არ გაქვს, სამწუხაროდ ესეა. ასე რომ 100 ჯერ უნდა გავსომო და ერთხელ გავჭრათ ალბათ. კი ბატონო, იცოცხლო. მადლობა. და იმ კითხვაზე უფრო დანიელი. რელიგიო ჩვენ უნდა განვასხვაოთ და ყველას ხშირად ეს ეშლება ერთი რაღაც, რომ რელიგიურობა და რელიგია სხვა რამე არის, ანუ მაგალითად რელიგიაცონეობა, რელიგიის კვლევები და რელიგიურობა ურთიერთგამომრიცხავი არის. აი მაგალითად ნიკო მაკიაველიძე მუდმივად მახსენდება, მაგალითად განმანათლებლობის დროს, ფრანგული განმანათლებლობის დროს იყვნენ დეისტები, რომლებიც აი ვოლტერი ცნობილი დეისტი იყო, საერთოდ არ დადიოდა ეკლესიაში, მაგრამ ძალიან რელიგიური ადამიანი იყო. ჩვენ ერთის მხრივ შუა საუკუნეობრივ აზროვნებას, რაც შეეხება, ანუ რელიგიურია, უნდა იყოს ასკეტი, შეწირული, ქრისტესათვის, მაგრამ მეორეს მხრივ, თუნდაც შიგნით არსებულ ტექსტებში არ მოკვირდებით, როგორი არის ალტერნატიული რელიგიური ადამიანი, რომ ის მას შეიძლება, აი ახლა წარმოვიდგინეთ, მე-12 საუკუნე დავით მე ხლა ცოტა მედიევისტი ვარ და აი შუა საუკუნეობრივ მაგალითებს მოვიყვან, ერთ მაგალითს მოვიყვან და გავჩერდები. რუის ურმნისის კრება ისე მე-19 მუხლი რო ახსენდებათ, მარტო მეტი რო არაფერი. წარმოვიდგინეთ, ხელისუფალი მოდის, მე ეს ეკლესია უნდა დავანგრიო. და ის აწყობს დიდ რეფორმას, ხომ, რომ ეხლა სამწუხარო არის ის, რომ ბევრს არ აქვს ქართლის ცხოვრება წაკითხული, რომ იქ ნამდვილად კოსმეტიკურ რემონტს ქუსლებისას დავით აღმაშენებელი არავის არ უკეთებდა, ანუ ქუსლები არავისთვის დაუჭრიათ, უბრალოდ გადაასახლეს კონსტანტინოპოლში. აი დღეს როგორც ვიღაც ხელისუფალი, რომელიც არ იქნება კმაყოფილი რომელიმე ეპისკოპოსით, გაუშვას ნიუ-იორკში. უკეთეს ადგილას? ხო, უკეთეს ადგილას. აი კონსტანტინოპოლში გადასახლება იყო საშელი, უბრალოდ აქ ვერ შემოხვიდოდი. ესეც პოლიტიკურად ძალიან პრაგმატული ნაბიჯი იყო, რომ იმას არ ებრძოლა უკან დაბრუნებისთვის. ახლა დედამიწის საუკეთესო ქალაქში მოხვდი და ახლა რაღა გინდა საქართველოში. მაგრამ ეს დიდი რეფორმა განახორციელა. დავით აღმაშენებლის რელიგიურობა, ვისაც გაქვთ გალობანი სინანულისანი წაკითხული, აი კითხვას დასვავ, ამდენი ბოროტების ჩამდენი როგორ შეიძლება იყოს კეთილი ადამიანი. ხომ? თავის ახალგაზრდობის ცოდვებს, ბევრ რაღაცას ამბობს, თავის ლაშქრობებზე, ხომ? ეხლა დავითი რო არ ყოფილიყო სისხლიანი ადამიანი, ის ვერ გახდებოდა დავითი. უბრალოდ ერთი განსხვავებით, აი ახლა ბაგრატ მეოთხეც წმინდანი არის და როდესაც ტახტზე ადიოდა, თავისი კონკურენტები შეკრიბა ტაოს ტერიტორიაზე და ამოწყვიდა სუფრაზე. უბრალოდ შევიდნენ და მოკლეს და 5 კაცი მოკლა. იმიტომ რომ თავის პოლიტიკას ესე აწყობდა, მაგრამ დავითს უფრო ჰუმანური მეთოდები ქონდა. მართალია მაგანაც გაწყვიტა, მაგრამ ის ასახლებდა ბაღვაშები გაწყვიტაო, რა გაწყვიტა, კონსტანტინოპოლში გადასახლა. ანუ ჩვენ ისტორიას კიდევ უფრო უნდა შევხედოთ ცოტა ალტერნატიული თვალით და აღმოვაჩენთ, რომ რელიგიურობა, მათ შორის წილხვედრობაც არის წამყვანი, უბრალოდ ეს არის ადამიანის ფსიქიკური მომენტი, мотиваციის მომენტი, რომ შენ შუა საუკუნეებში ის ანდრიას მოციქულის რაღაც მისიონერობაზე, ეხლა კითხვა რო ვინმეს დაესვათ, ეს რელევანტური არის თუ არ არის, ხო? წაგაჭრიდნენ თავს.
იმიტომ რომ ის იყო მთავარი იარაღი ანტიოქიის მმართველობის, პოლიტიკური მმართველობის, როგორ კაცო ჩვენ ეს პოლიტიკური სტატუსები იყო. ნუ სამწუხაროდ ჩვენთან როგორც სხვა რაღაცა პოლიტიკური თეოლოგიაც გარკვეულ რელიგიურ ჭრილში არის ყველაფერი აქ იზღუდება, იმაშვება, რომ ამას თავისი ფსიქოლოგიური მოდელებიც აქვს, იმიტომ რომ პატარა ქვეყანა ვართ, იმიტომ რომ რაც გვაქვს მონოპოლარი, გგონია რომ ეს თუ გავაკრიტიკეთ, всё დაემხობა. თუმცა აი ამ თავისუფლებამ, რაც ქართველებს ჰქონდა, რომ ერთი ვიღაცა ირაკლის თქმისა იყოს, გამოჩნდებოდა, წარმოიდგინეთ, მე-19 საუკუნის დასაწყისი არის დაჩმორებული ქვეყანა, გუბერნია არ არსებობს და ეხლა იწყებენ ქართული ტექსტების გამოცემას. ხო, რა დროს ქართული ტექსტებია, მაგრამ ეს мотиваციის მომცემია, ფსიქიკური და ომი ყოველთვის ისევ ომთან მივდივართ, ეს ომისთვის მზადება იყო თუ დაახლოებით 60 წლის მანძილზე. მართალია დაუმარცხდით საბოლოო ჯამში 1921 წელს, მაგრამ იმ დამარცხებულ ჩვენ სამწუხაროდ ვარ დამარცხებული გმირების ზეობის ქვეყანა. რომელთაც წმინდანებად ან ეხლა თანამედროვე სეკულარულ აზროვნებაში უკვე ის დაცემული გმირებიც არიან რაღაც სეკულარული წმინდანები. ხომ? ამისაგან თავდასხმაც საჭირო არის და ის რეალიზმი ძალიან კარგი იქნება, ოდესმე თუ გამოვიყენოთ. ამიტომ მაკიაველი უნდა წავიკითხოთ, როგორც ყველა დიდი ადამიანი კითხულობდა მაკიაველს და დიდი მოაზროვნეები და პოლიტიკური მოღვაწეები შეიქმნენ, აი ბატონი ირაკლის წყალობით თუ ამას წაიკითხავს ტირანებად არ ვიქცეთ. თლად ეხა ტირანებად არ იქცეთ, მაგრამ გარკვეულწილად ესეც საჭირო არის. მე მგონი კითხვას პასუხი გავეცი. კითხვა, ბოდიში მე დიდი ხანი სახელი გვარი. მოგესალმებით. ლუკა კილასონია. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა საინტერესო მოხსენებისთვის და რადგანაც რელიგია შევეხეთ, პოლიტიკურ პროცესებს შევეხეთ, გავიხსენებ ქართული ჰაგიოგრაფიის ერთ-ერთ ბრწყინვალე ნიმუშს, გრიგოლ ხანძთელს. სადაც ის ერთ-ერთ ეპიზოდში აშოტ კურაპალატთან ამბობს ეგეთ რაღაცას, რომ მუნარს პატივი მთავრობისაი, იქ არს მსგავსება ღმრთისაი. სადაც ესე იგიო მთავრობასა და ღმერთს დაახლოებით ერთ სისწორეზე აყენებს და მიწაზე ესენი და ზეცაში ის. მაინტერესებს მაკიაველს ქონდა თუ არა მსგავსი შეხედულება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ რაღაც ტიპში ვახსენეთ, რომ პაპობასთან მას არ აქვს კარგი ურთიერთობა და ქართულმა მენტალიტეტმა ეხლა სწორად გამიგეთ, რასაც ვამბობ, ქართული აღზრდა ლიტერატურული, სადაც ჩვენ ხანძთელს ვსწავლობთ, რომ ერთ დონეზე უნდა იყოს და ერთნაირად უნდა ვცეთ პატივი, როგორ შეიძლება შემოვისის ხორცოთ მაკიაველი და არ გავხდეთ ტირანები. ტირანი უნდა გახდე პირიქით. თუ პოლიტიკო, თუ მოქალაქეობა გინდა ტირანი არ უნდა გახდე, მაგრამ თუ პოლიტიკოსობა არა, ჩვენ ხო პერსპექტიულად თუ მაკიაველს წაიკითხავ. გინდა ხა გორიდან არ ვარ, მაგრამ დიდი ალბათობით რაღაცა ტირანის მისკენ ხო გავალთ ყველა ვარიანტში. იმიტომ რომ ის პიროვნებები, ვინც ახსენეთ თქვენ პოლიტიკური პიროვნებები, ყოველ შემთხვევაში საზოგადოებაში კარგ კაცებად ვერ არიან წარმოდგენილები. სტალინიდან დაწყებული სხვა ადამიანები, რომელსაც მაკიაველით იხელმძღვანელეს. ხო არ იყო ეს მისი სურვილი, რომ უფრო მეტად ის ხო ამბობს, რომ ბოროტება იყო საწყისი ადამიანური ბუნების. იქნება და მაკიაველს სურდა ადამიანური ბუნება არა, ამბობს, რომ კარგია ეს. უბრალოდ ამბობს, რომ ეს არის რეალობა. არა, ეს ეგრე არის და მე რა მაინტერესებს ის რადგან წაკითხული არ მაქვს. მაკიაველს ხო არა აქვს იდეურად სურვილი, ქვეტექსტურად რომ ადამიანი მეტად ბოროტი გახდეს, რათა იტალია როგორც მისი დაშლილი კუთხე და პატარა სახელმწიფოებად გაერთიანდეს, იმიტომ რომ ბოროტების გარშემო ხედავთ, რომ ერთიანობა არ გვაქვს, სამწუხაროდ. და სიკეთე ყოველთვის ვერ ქმნის სიკეთეს. მე ვერ ვიტყოდი, რომ ის ქვეტექსტი ესე ბოროტი გახდეს, უბრალოდ ის ამბობს, რომ ფაქტობრივად ასკვნის, რომ ხელმძღვანელი ლიდერი უნდა იყოს ეს პრაქტიკული და რეალისტი, მათ შორის თუ საჭიროებს კაცრ რბილად რო ვთქვათ, მკაცრ ღონისძიებებსაც, ხო როგორც მთავარში წერს ის ანუ თავარი უნდა ერთიანებდეს ორი ცხოველის თვისებებს, ხო? ლომის და მელის, ხო? ერთს აქვს ძალა, მეორეს მოხერხება და ორივე არა ცალ-ცალკე, არამედ ორივე
ორივეს თვისებები უნდა კონდეს, მაგრამ საიდან მოიტანა ეს შედარება. ის კარგად იცნობდა ანტიკურ ნაშრომებს, მაგრამ ციცერონი წერს, რომ ყველაზე საძულველი არის ეს ორი ცხოველი და მათი თვისებები. ამიტომ ის აკრიტიკებდა ციცერონს და იმ ანტიკურს. და ნებისმიერი მეთოდი უნდა გამოიყენოს ადამიანმა, მართველმა, მაკიაველის მიხედვით იმისათვის, რომ ასე ვთქვათ, განახორციელოს სახელმწიფო ინტერესი და დიდება მოუტანოს სახელმწიფოს და თავის მმართველობას. ნებისმიერი ფორმა. მაგრამ თვითმიზანი არ არის ბოროტება. ის უბრალოდ მას ჯერა რომ სიკეთით არ მოხდება მორალით, პოლიტიკური მორალით და საზოგადო მორალით ეს ვერ მიიღწევა და თუნდაც პიროვნული მორალით ვერ მიიღწევა, მას ასე სჯერა. ეს არის მთავარი. თუ პასუხი. რაც შეეხება ხანძთელის ალბათ მე ვფიქრობ არაერთ დონეზე დაყენება ღმერთის და მმართველის, არამედ მე ამას გავათანაბრებდი აი ამ მეფობის ღვთიურ უფლებასთან, ხო, რომელიც ძალიან პოპულარული და აქტუალური იყო ევროპაში, ხო, ძირითადად წმინდა ავგუსტინეს მიერ შემოღებული, ხო, ეს იმისთვის, რომ ლეგიტიმაცია მიეცა ქრისტიანი მმართველებისთვის, რომ უფლება არავის აქვს ქვეშევრდომებს აჯანყნեն, თუნდაც ის ტირანი იყოს. ბუნებრივია, ხა მაკიაველი ამას არსად არ განიხილავს, მაგრამ ის უარყოფს მსგავს რაღაცას. ნებისმიერად პოლიტიკა, სადაც უკავშირდება მორალს, რამე საერთო აქვს რელიგიას და ის უარყოფს და მით უმეტეს ის წინააღმდეგი იქნებოდა იმ იდეისა, რომ დაუშვათ მმართველები, ქრისტიანი მმართველები ამ შემთხვევაში არჩეულნი და დანიშნული არიან ღმერთის მიერ და არავის არ აქვს უფლება აუჯანყდეს მათ, თუნდაც ტირანი იყოს. ბუნებრივია ის ამის წინააღმდეგი არის. ის რომ ანუ იმ თვალსაზრისით, რომ ღმერთის მიერ არის დანიშნული, თუმცა ტირანი შეიძლება იყოს. მაგრამ ღმერთის მიერ არ არის არჩეული და ანუ ის უარყოფს ამ შუა საუკუნეობრივ პოლიტიკურ ტრადიციას, რომ ღმერთის მიერ არის არჩეული მმართველი. ეს უბრალოდ ლეგიტიმაციის საშუალება იყო, რომ არ აჯანყებულიყვნენ ხალხი მოსახლეობა მმართველის წინააღმდეგ. ეს ავგუსტინემ დაუდო საფუძველი ბიბლიის რომაელთა მიმართ წერილის პავლეს წერილის 13 თავიდან გამომდინარე. და ის რა თქმა უნდა ამ ღვთიურ უფლებას მაკიაველი არ უჭერს ხარს. მიკროფონში ძალიან გთხოვთ. თუ კითხვა გაქვთ შორიდან თორე მადო ზუზუნი შემოვა. ავგუსტინე იმასაც ამბობს, რომ საერთოდ სახელმწიფო ცოდვით დაცემის შედეგია. კი. ის ინსტრუმენტია ღმერთის ხელში, რომ დასაჯოს ცოდვილები, კი. კი. და უბრალოდ კი. უნდა მეთქვა მეტი რაფერი. კი. ეს ავგუსტინე ამბობს, რომ ცოდვილები არიან და სახელმწიფო არის ინსტრუმენტი ღმერთის ხელში, რომ დასაჯოს ცოდვილი ადამიანები. კი ბატონო. ისე არშოტი რომ არ იყო ტირანი და ცოტა კაი მმართველი იყო, მაგიტომ გრიგოლ ხანძთელმა თავისი აშოტის საყვარელი, მაგიტომ წაართვა, თან არც ეშინოდა რომ დაიშჭებოდა, აბა დავით აღმაშენებლისთვის გაებედათ მეორე ცოლის უგან წაყვანა, რომელიც ქრისტიანული ტრადიციით არ შეიცვალა. ინგლისში რაც ცადა პაპობამ, ხო? ჰენრი მერვესთან ჩვენ ვიცით ის რეალურად ანგლიკანური ეკლესიის ჩამოყალიბება არაფერი პიროვნული მიზეზით მოხდა, სხვა არაფრით. მეფეს სხვა ცოლი უნდოდა და ახლა წარმოიდგინეთ მეფე ხარ და ვიღაცა პაპი მიკრძალავს სიტყვა. და ესე ჩამოყალიბდა სხვათა შორის აი ქალები ისტორიაში შუა საუკუნეებში თუმცა მე თავი მოვაჭრა იმ ანა ბოლეინს. ეგ არის. კითხვები დარბაზში კიდევ თუ ვინმეს გაქვთ? თუ არა და დავასრულოთ ჩვენი შეხვედრა. კიდევ ერთხელ განმეორდები, იყო ძალიან კარგი პრეზენტაცია. უღრმესი მადლობა ბატონ ირაკლის, ვებსტერის უნივერსიტეტის პროფესორს, რომელმაც ესეთი კარგი ტექსტი წარადგინა კავკასიურ სახში ნიკოლო მაკიაველის ომის ხელოვნების შესახებ და მადლობა თქვენ. მიკროფონში. გამარჯობა, მე ვარ გიორგი ჯანგულაძე და ერთი კითხვა მოწმებს ისტორიაში, რომ ადამიანები გამოდმებით იმას ვიზახით, რომ წარსულში დაშლილ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ, თუმცა რომ დაუკვირდეთ კაცობრიობა მაინც ამ შეცდომებს, ესე რომ ვთქვათ, გამოდმებით მიყვება. თქვენ ერთ რა არის ის მთავარი მიზეზი, რის გამოც ადამიანები ისტორიაში გამოვლენილ მაგალითებს პრაქტიკაში ვერ ვიყენებთ? ალბათ ის რომ მაკიაველი მართალი იყო, რომ ბუნებით თანდაყოლილად ბოროტია. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით უამრავი რევოლუცია ისტორიაში
ძირითადად თუ რაიმე უკეთესობისკენ მიდიოდა რევოლუციების მერე, როგორც იყო ეს შეიძლება ყოფილიყო ეკონომიკა, ტექნოლოგიები, პოლიტიკური სისტემა, სამხედრო რაღაც, მაგრამ არა ადამიანი. ერთადერთი რევოლუცია თუ შეიძლება ითქვას, რომელიც მიზანი იყო ადამიანის გაკეთილშობილება, იყო ალბათ ქრისტეს რევოლუცია, თუ შეიძლება ასე დავარქვა. მაგრამ სამწუხაროდ როგორც ვაჟა-ფშაველად ჩიოდა, ეგეც ამაო აღმოჩნდა სამწუხაროდ და არ ვიცი, ადამიანი არ უკეთესობისკენ არ მიდის სამწუხაროდ. ფაქტია. მადლობა, დიდი მადლობა, იმედი მაქვს საინტერესო. მადლობა თქვენ მობრძანებისთვის და უმეტეს მადლობა ბატონ ირაკლის.